თავად ნარკოტიკი, ადამიანი და გარემო. ადამიანს არ შეუძლია გართობა თუ რაღაცა კონკრეტული არ მიიღო ნივთიერება. საიდან იქნება ეს ნივთიერებები? გადათვლილი როა ეს ჩვენი ეზოები, ანუ მაგაზე ვლაპარაკობთ. ყიდულობს ადამიანი პირობითად MDMA-ს და იღებს მერე ფენტანილს. კანაფზე დამოკიდებულება ყალიბდება. კარგი თამადა, უყვარს კეიფი. სინამდვილეში ამით პრობლემის ნიველირება უფრო ხდება. ანუ ისე ვიწყება მოხმარება. რატომ? იმიტომ რომ არ იყო ჩართული სწორედ ეს რეაბილიტაციის კომპონენტი, რომლებმაც არც კი იციან რას ნიშნავს ჩანაცვლება მედიცინაში, მათთვის ეს აღქმული იქნა ერთი ქუჩის ნარკოტიკის, რაღაც ექიმის მიერ გამოწერილი ნარკოტიკის ჩანაცვლება. როცა ამ კარს ხურავ, იქ უკვე ხალი აღარ მოვა. და იქ რო ხალი აღარ მოვა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვხედავთ პრობლემას, მაგრამ ის არის და უფრო ღრმავდება. მოგესალმებით, დღეს ვიწერთ ჯანსაღი დიალოგის მორიგი ეპიზოდს და გვაქვს ძალიან საინტერესო თემა, ძალიან აქტუალური, მნიშვნელოვანი. ეს არის ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულება. ამ შემთხვევაში დღეს ჩვენ ნარკოტიკებზე გავაკეთებთ აქცენტს, იმიტომ რომ სტუმრად ყავს ექიმი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დოქტორი ირმა კირთაძე, რომელიც ასევე გახლავთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და არასამთავრობო ორგანიზაცია ალტერნატივა ჯორჯიას წარმომადგენელი. ირმა მრავალი წელია იკვლევს ამ საკითხებს, გამოქვეყნებული აქვს არაერთი საერთაშორისო პუბლიკაცია, რომელიც ჩვენ შევისწავლეთ და სწორედ აი ამ საკითხების გარშემო ვისაუბრებთ შემდეგი 1 საათი ან საათნახევარი. ირმა, ძალიან დიდი მადლობა, რომ შემოგვიერთდით. მადლობა პირიქით მოწვევისთვის, ამ თემით დაინტერესებისთვის, ვინაიდან ნამდვილად ის რაც აკლია ამ თემას პოდკასტში საუბარია, იმიტომ რომ ყოველთვის სულ ესეთი ფრაგმენტული, მხოლოდ სატელევიზიო რაღაც გადაცემები ეძღვნება ხოლმე, რომელიც დიდ სურათს არ გაძლევს და იმედი მაქვს რაღაც ცოტა შევძლებთ, რომ დიდი სურათი დავინახოთ დღეს. მეც მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. პირველი შემთხვევა, როდესაც ორ ნივწერთ იმდენად კომპლექსურ თემას ვეხები და ძალიან მახარებს განსაკუთრებით ის, რომ ჩვენი სტუმრის პროფესიული გამოცდილება აერთიანებს როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულებას, იქნება ეს კვლევები, სახელმწიფო პროგრამების დანერგვა, ჩართულობა, ასევე ფსიქიატრიულ ცოდნას, რაც შესაძლებლობას მოგცემს, რომ ფართო სურათითაც დავინახოთ ეს პრობლემა და თვითონ ერთი ადამიანის მომხმარებლის გონებაშიც შევძვნეთ ასე ვთქვათ ეს ფსიქიკა, ეს ინდივიდუალური ფაქტორები, თუნდაც პრობლემის დახასიათების და გამოსავალის ნაწილში სისტემურადაც მიმოვიხილოთ და ინდივიდუალური პერსპექტივიდანაც. ირმა, აი დაახლოებით სურათი რო წარმოვიდგინოთ, პირველი შეკითხვა მექნება ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ აი როცა ჩვენ საუბრობთ ამ შემთხვევაში ხა ნარკომანიაზე, ნარკოტიკებზე, როგორც პრობლემაზე, აი რამდენად მასშტაბური არის ეს პრობლემა და სურათი როგორ იცვლებოდა და მაგალითად აი 90-იანი წლებიდან როცა ვიცით ჩვენი უახლესი ისტორიიდან რომ ეს იყო განსაკუთრებული პრობლემა, იქიდან დღემდე რამდენი პრობლემური მომხმარებელი ყავს, რამდენი არის დამოკიდებული, რამდენი რეკრეაციული მომხმარებელი და აი ეს სცენას როგორ იცვლებოდა ამ ხნის განმავლობაში. მაშინ რა იყო მთავარი გამოწვევები და დღეს რა გვაქვს? საკმაოდ დიდი დროითი პერიოდია 90-იანებიდან დღემდე და რადიკალურად შეცვლილია ნარკობაზარი, ნარკოსცენა, ესე ვეძახით ხოლმე. რას გულისხმობთ აქ? გულისხმობთ იმ ნივთიერებებს, რომელიც გავრცელებულია, რომელთა მოხმარებაც აღინიშნება ჩვენს მოსახლეობაში, როგორ მოიხმარება, რა სიხშირით და თავად ეს ნივთიერებები რამდენად დაბინძურებულია სხვადასხვა შენაერთებით, ისეთი, რომელიც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიშიც კი იყოს. 90-იანების პერიოდი შედარებით უფრო მწირი, ესე ვთქვათ, ნივთიერებების, თუ შეიძლება ითქვას ესე ვთქვათ, მენიუ იყო მაშინ. ყველაფერი ტრიალებდა ოპიოიდების გარშემო, ყაყაჩოს და ასე შემდეგ. მაგრამ დღესდღეობით ეს ასე არ არის. რადიკალურად შეცვლილია ნივთიერებების მთელი არსენალი იმის გამო, რომ ბოლო ათწლეულში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები გამოჩნდა ბაზარზე, რაც არ მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით დიდი პრობლემაა ყველა ქვეყნისთვის, მათ შორის განვითარებული ქვეყნებისთვის, სადაც კიდევ უფრო ადრე დაიწყო ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოჩენა. და იმდენად სწრაფად ვითარდება ეს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შექმნა, ამ პროცესს, ესე ვთქვათ,
რედიზაინს უწოდებენ თავად ნივთიერებების სტრუქტურაში და ამიტომაც თქვენ ნახავთ ლიტერატურაში დიზაინერული ნივთიერებები ესე მოიხსენიებენ მათ, რაც არ გულისხმობს დიზაინერებთან არავითარ კავშირში არ არის, როგორც თავიდან საქართველოში ბევრს ეგონა. ეს არის თვითონ ნივთიერების ქიმიურ სტრუქტურაში გარკვეული რადიკალების ცვლილება, შიგნით დიზაინის ცვლილება, რომელიც ქმნის აბსოლუტურად ახალ ნივთიერებას, რომლის შესახებაც არაფერი არ იცის მედიცინამ. და იმდენად სწრაფად, ეს მიგნება იძლევა საშუალებას, რომ ძალიან მალე ახალ-ახალი ნივთიერებების შექმნა. წარმოდგენისთვის ეს არის დაახლოებით 2 კვირაში ერთხელ ახალი ნივთიერება ჩნდებოდა ბაზარზე, ძირითადად ევროპის მასშტაბით მაქვს საუბარი. რაც აღწერილია ევროპული წამოწამებები. იმიტომ რომ მან დიკლევდნენ. დიახ, იმიტომ რომ ევროკავშირის ქვეყნები როგორც წესი აკვირდებიან, სწავლობენ ამ სიტუაციას, ნარკოვითარებას და შესაბამისად ჯამდება მე ეს ყველაფერი და როგორც ერთიანი, ესე ვთქვათ, სურათი, ერთიანი ანგარიში ესე მზადდება და რა ხდება ევროკავშირის ქვეყნებში, რისთვის უნდა იყონ ისინი მზად. და სწორედ ესეთი ანგარიშებიდან ცხადი ხდება, რომ სულ ახალ-ახალი ნივთიერებები იქმნება და დღეს უკვე თუ კი ჩვენთვის ცნობილი იყო კლასიკური, ესე ვთქვათ, ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედების მიხედვით ნივთიერებების კლასიფიკაცია რო ქონდა დეპრესანტები, ფსიქოსტიმულატორები და ჰალუცინოგენები, დღეს გვაქვს ზუსტად იგივე კლასიფიკაციის ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები, რომლებიც იმიტირებენ ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესანტებს, ფსიქოაქტიურს, ფსიქოსტიმულატორს და ასევე ჰალუცინოგენებს. ამდენად ეს ნივთიერებები მათი შესწავლა ესეთი არითმეტიკული პროგრესით მზარდი რაოდენობის ფონზე, და კვალდაკვალ მოდი ესე ვიტყვი, ძალიან ესე ვთქვათ უტოპიური მიზანი აღმოჩნდა, იმიტომ რომ არ არის ამდენი რესურსი ყოველ 2 კვირაში ერთხელ ახალი ნივთიერება, რომელიც გამოჩნდა, შეისწავლო ეს ნივთიერება, რა ზიანი მოაქვს მას ადამიანისთვის და ამდენად ფაქტიურად ფარხმალი დაყარა ევროპულმა მაშინ ესეთი სტრუქტურა ერქვა EMCDDA, European Monitoring on Drug and Drug Addiction, ახლა დღესდღეობით EUDA ქვია, ევროპული ნარკოტიკების სააგენტო, რომელიც ფაქტიურად ვეღარ სწავლობდა ნივთიერებების, ესე ვთქვათ, მახასიათებლებს, თვითონ კი არ სწავლობდა, უпростоრეთ ის აგროვებდა ინფორმაციას იმ ევროპული ინსტიტუციების მიერ, რომლებიც სწავლობენ ამ ნივთიერებებს და მათ ზიანს ადამიანის ორგანიზმზე. და ამდენად უკვე კრებითი სახით მზადდება შემდეგ უკვე ერთობლივად ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები, რომლებიც დეპრესიული მოქმედებით ხასიათდებიან ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. რა არის ეს ნივთიერებები? იმიტომ რომ მრავლობითია მაგალითისთვის სინთეზური ოპიოიდები. ჩვენ მათ ფენტანილებს ვეძახით. მათში შედის ფენტანილი, კარფენტანილი და ძალიან ბევრი კიდევ სხვა ფენტანილების ჯგუფი, ხო? ან იგივე ახალი, ესე ვთქვათ, უფრო აქტუალური ნაიტაზენები. ესენიც ძალიან ბევრია ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები, უზარმაზარისია და მათი მოქმედება სწორედ ესეთი გამაერთიანებელი, როგორ მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და რა ზიანს უნდა ველოდოთ მათი მოხმარების შედეგად, ასე კრებითი სახით გროვდება. რა თქმა უნდა, შემდეგ გროვდება იმ ანგარიშებიდან, რომელიც, თქვათ, ერთეული შემთხვევები, ზოგჯერ რამდენიმე ათეული შემთხვევა ინტოქსიკაციის, ძლიერი ინტოქსიკაციის, რომელიც უკავშირდება ხან რაღაც ფესტივალს, ხო, ხან რაღაც ღამის კლუბში რაღაც გარკვეულ ღონისძიებას. ანუ ყველა ეს ამდაგვარი, ესე ვთქვათ, ინტოქსიკაციის შემთხვევები, რაც იკრებს შემდეგ თავს, ანალიზდება და სწორედ ეს არის ის წყარო, საიდანაც მე ვთქვათ, ექიმები ვიგებთ რა ზიანს აყენებს ეს ნივთიერებები მოხმარების შედეგად და რა შეიძლება გაკეთდეს, მაგრამ ინტერვენციები მაგის მიხედვით დიახ, მაგრამ მინდა გითხრათ, ვერ ვეწევით, ძალიან ბევრი რამეც არ ვიცით, რაც ვიცით, ის არის ზღვაში წვეთი, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში ნივთიერებების შემადგენლობასაც კი ვერ ვადგენთ და არ ვიცით, რასთან გვაქვს საერთოდ საქმე. ეგ იმის ბრალის ცხომ არ არის, აი მას გავრცელების მასშტაბზე რომ
რომ დავრჩეთ, რომ ჩვენთან ვინაიდან მუდმივად კრიმინალიზებული იყო ნარკოტიკების მოხმარება, გასაღება, გაყიდვა, ასე შემდეგ, ასევე სტიგმა ძალიან მაღალი არის ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანების მიმართ, ნარკოტიკების მომხმარებლის მიმართ, ტრადიციული მეთოდებით ჩატარებული კვლევები ვერ ასახავს რეალობას, იმ ვაგებით, რომ ადამიანები ერიდებიან ამ კითხვებზე პასუხის პირდაპირ გაცემას, თუმცა თქვენმა ორგანიზაციამ 2015 წელს შეძლო, რომ კვლევის მეთოდოლოგიაში ის დამატებითი ელემენტი შემოეტანა, რომელიც ასე ვთქვათ, ამ ანონიმურობას უფრო სანდოს გახდიდა, იმიტომ რომ ადამიანებს ეჭვიათ, რომ მიუხედავად იმისა, მეუბნებიან მე, რომ ანონიმური არის ეს გამოკითხვა, მაინც არ ვენდობი ამას ბოლომდე, ეს მარტო ამ ნარკოტიკებზე კვლევას არ ეხება და ეს კვლევა გამოქვეყნდა 2018 წელს და იმ კვლევებთან შედარებით, რომელიც მანამდე იკვლევდა გავრცელებას ნარკოტიკების მოხმარების საქართველოში, აღმოჩნდა, რომ რეალური სურათი ამ ელემენტის დამატებად, სადაც ანონიმურობა კიდევ უფრო მტკიცედ იყო რაღაცა დაცული, აღმოჩნდა, რომ მაგალითად კანაბისის მოხმარება ორჯერ უფრო მეტია, ვიდრე წინა კვლევები გვეუბნებოდა ზოგიერთი ოპიატის შემთხვევაში 10ჯერ მეტიც აღმოჩნდა და ასე შემდეგ, ხო? აი რა შეგვიძლია ვთქვათ, აი რეალური სურათი გეგმარება ვახსენეთ, ხო? რამდენად შეგვიძლია დავგეგმოთ ამ სამედიცინო სერვისების მიწოდება ასე შემდეგ, ხო, ამ მოხმარებლებისთვის თუ არ ვიცით ზუსტი სურათი როგორი არის ქვეყანაში. მადლობა ამ კითხვისთვის, ძალიან ესეთი კომპლექსური კითხვაა. ერთი ეს კვლევა, რომელიც 2015 წელს ჩავატარა, შემდეგ გავიმეორეთ 2022 წელს. ანუ სულ ორჯერ არის ჩატარებული საქართველოში ეს კვლევა. ეს არის კვლევა, რომელიც აჩვენებს საქართველოში არა ზოგადად ნებისმიერ ქვეყანაში სტარდება საშუალოდ 4 წელიწადში ერთხელ სტარდება და იძლევა საშუალებას დავინახოთ ფართე ეპიდემიოლოგიური სურათი, რისი მოხმარება გვაქვს ქვეყანაში. ანუ წარმოიდგინეთ, რომ ერთ დღეს გადავუღოთ ფოტო ქვეყანას და აი ამ ფოტოზე იმსჯელოთ. რაც არ ფარავს ძალიან ბევრ ისეთ კომპლექსურ საკითხებს, რომელიც მანამდე ახსენეთ, ის მხოლოდ გვიჩვენებს ამა თუ იმ ნივთიერების მოხმარების გავრცელების სურათს. მართალს ბრძანებთ იქ, სადაც ესე ვთქვათ, სტიგმატიზაცია მაღალია ნარკოტიკების მოხმარების, კრიმინალიზებულია ნარკოტიკების მოხმარება, რა თქმა უნდა, ადამიანები არ ამხელენ, რომ მათ რამე მოიხმარეს და ზუსტად პირველად, როდესაც ვატარებდით ამ კვლევას, ეს იყო USAID-ის მხარდაჭერით, მანამდე არ ქონია ის ფუფუნება, რომ მართლაც ფუფუნება, იმიტომ რომ ძალიან ძვირი ჯდება ესეთი მთლიანი მოსახლეობის მასშტაბით ასეთ ტიპის კვლევის ჩატარება. მაშინ ვთხოვეთ ერთ ჩვენს კოლეგა, ამერიკელ ეპიდემიოლოგს დახმარება, რომ აი რა გავაკეთოთ ისეთი, რომ ჩვენ ვიცით უკვე, რომ ადამიანები უარს გვეტყვიან, რომ არ მოუხმარიათ და დასრულდება ეს კვლევა, დაიხარჯება დიდი თანხა და მივიღებთ ნულებს. და რა შეიძლება გავაკეთოთ ისეთი, რომ რაღაცა დაახლოებითი მაჩვენებლები მივიღოთ და სწორედ მან გვირჩია, რომ თუ მოახერხებთ, რომ გამოიყენოთ მეთოდოლოგია, რომელსაც რანდომიზირებული პასუხის ტექნიკა ქვია, შესაძლოა რაღაც სავარაუდო მაჩვენებლებზე გახვიდეთ. რა თქმა უნდა, ბევრჯერ უკითხავთ მას შემდეგ, რომ გამოიყენებდით თუ არა ამ მეთოდოლოგიას ისეთ ქვეყანაში, სადაც არ არის სტიგმატიზებული და სადაც ადამიანები არ იტყუებიან, არ მოიტყუებიან, იმიტომ რომ შიში არ აქვთ. დიახ. მაშინ მithქვამს, რომ არ გამოვიყენებდი, რასაჭიროა სავარაუდო რიცხვის დამდგენი, მაშინ როდესაც ადამიანები არ ერიდებიან იმის გამო, რომ მათ სტიგმატიზაციას არ გრძნობენ და ესე ვთქვათ, არ არის კრიმინალიზებული ეს მოხმარება, ხო? ასეთი გამოთვლებით ჩვენ მივიღეთ, რომ იგივე კანაფის მოხმარება, რომელიც ოდესმე მოხმარებას მაინც უფრო ამბობდნენ, რომ კი ოდესმე ბავშვობაში გამისინჯავს და მეტი არა. მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც 2015-ში ორჯერ ნაკლები იყო ის რაოდენობა, რომელიც ამ ტექნიკით გაზომვის შედეგად მივიღეთ. თითქმის მესამედი მოსახლეობის სულ მცირე ერთხელ მაინც ქონია გასინჯული კანაფი. რა თქმა უნდა, როდესაც სხვა უფრო მძიმე ნივთიერებებზე გადადიხარ, ხო? რომ მძიმე იმ თვალსაზრისით, რომ უფრო მკაცრია კანონმდებლობა ამ ნივთიერებების მოხმარების მიმართ, ამ შემთხვევაში საერთოდ სტიგმაც მეტია, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ნულთან მიახლოებული შედეგები ჰქონდა რეალური გამოკითხვის შემთხვევაში და რა თქმა უნდა, ამ ტექნიკით გარკვეული რაოდენობები გვიჩვენა. როცა თანადროულად პროგრამაში ამდენი ჩართული ადამიანები. ითხრა პროგრამაში გულისხმობთ აი ამ მეტადონის და
ბუპრენორფინის პროგრამას, ხო? 0%-იანი. აქვე ეს უნდა ვთქვათ, რომ ეს პროგრამა არის მხოლოდ ოპიოიდებზე დამოკიდებული პირებისთვის და ამიტომ ის არ ფარავს არაძლევ შესაძლებლობას ხვებს, რომლებიც სხვა ნივთიერებებზე არიან დამოკიდებული. 0% რო ახსენეთ ოპიოიდების შემთხვევაში მაგიტო გავაკეთე აქცენტი. დიახ და ამ პროგრამებს აუცილებლად უნდა ვისაუბროთ. კარგად მინდა რომ ავუხსნათ ჩვენს მენელებსაც მე. მზად ვისაუბროთ. ერთი მომენტი არის კიდევ ის, რომ მხოლოდ ეს კვლევა არ გვაძლევს მთლიან სურათს იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ რაღაც დავგეგმოთ ჯანდაცვაში ამ მიმართულებით. არის კიდევ კვლევა, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, სავარაუდო ზომის გამსაზღვრელი კვლევა, რომელიც საქართველოში ტარდებოდა თითქმის 2-3 წელიწადში ერთხელ გლობალური ფონდის მხარდაჭერით. და ეს კვლევა მუდმივად აჩვენებდა, რომ ქვეყანაში გვყავს დაახლოებით 40-დან 50,000-მდე ესეთი დიდი ის რა ვიღოთ წლების განმავლობაში რა მაჩვენებლებიც გვაქვს. არ გაზრდილა ეს მაჩვენებელი ბოლო. ეს ოპიოიდებზე არა მხოლოდ ოპიოიდებზე, საუბარია ზოგადად ნარკოტიკების პრობლემურ მომხმარებელზე. ესეთი დეფინიციაა გამოყენებული ამ კვლევაში. პრობლემურია მომხმარებელი, რომელიც მოიხმარს ნივთიერებას ხშირად, ან ინექციურად და აქვს ამ ნივთიერების მოხმარებით გამოწვეული სხვადასხვა თქვათ დარღვევები და თქვათ ან ქრონიკული დაავადებები და ასე შემდეგ. ანუ შემთხვევაში სხვასაც აზიანებს, ამ შემთხვევაშიც პრობლემურად. არა, პრობლემური არ ნიშნავს, რომ მას სხვას აზიანებს. პრობლემური მოხმარება ნიშნავს, რომ ამ ადამიანს უკვე ნარკოტიკების მოხმარებისაგან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. ანუ ეგრეთ წოდებული high risk drug use, ანუ მაღალი რისკის ნარკოტიკების მოხმარება. რეკრეაციული მომხმარებლები მაგაში არ შედის. არა, აქ არ შედიან. აქ პირდაპირ საქართველოსთვის ეს გაიგივებულია როგორც ნარკოტიკების ინექციური მოხმარება. იმიტომ რომ ეს დეფინიცია, რასაც მოიაზრებს მაინც ამდენია დღემდე. დიახ, არ შეცვლილა ეს რაოდენობა, ძალიან ბევრისგან ალბათ აი გაიზარდა კატასტროფულად, არ არის კატასტროფულად გასწრებული და ინექციური შემცირებით შედარებით ალბათ შემცირებით. მე ვერ გეტყვით 90-იანებში ესეთი კვლევები არ ტარდებოდა და დინამიკა არა გვაქვს. ხო, როცა ჩატარება დავიწყეთ, იქედან ნამდვილად არ გაზრდილა ბოლო 10 წელიწადში. ესეთი მერყევი რაოდენობა ეს ხო არ არის ზუსტი რაოდენობა, რაღაცა ზუსტი სია ადამიანების, ეს არის სავარაუდო რაოდენობა, რომელიც მათემატიკური მოდელი მოზრდილი მოსახლეობის 18-დან 64 წლამდე მოსახლეობის დაახლოებით 2%-ია. აი ესე მერყეობს აი ამ სხვა წლებში ჩატარებული კვლევის შედეგები. თუმცა ეს გავრცელების კვლევები რამდენად ასახავს, აი აქ ხომ ქცევასაც მნიშვნელობა აქვს, ხო? ანუ თქვით პრობლემური მოხმარებები, რეკრეაციული მოხმარებლები, ადიქციის მქონე მოხმარებლები, ხო? ამ დახარისხების შესაძლებლობას რამდენად გვაძლევს? შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანი მოიხმარდეს ქვეყანაში, მაგრამ ეს იყოს რაღაცა ინფორმირებული გადაწყვეტილება, შეგნებული გადაწყვეტილება და ისინი არ იყვნენ პრობლემური მოხმარებლები. ქცევას რამდენად ვიყო? მართალი ხართ, ანუ ვინ არის რეკრეაციული მომხმარებელი, ვის ვეძახით რეკრეაციულ მომხმარებელს? ადამიანს, რომელიც როგორც იტყვიან, ალაგ-ალაგ მშვიდობაში რაღაცას მოიხმარს, ხო? ანუ როცა რაღაცა, ან რაღაც განწყობა, ფესტივალია, რაღაცა ღამის კლუბში რაღაცაზე მიდის, ფიქრობს, რომ გაერთოს რეკრეაციული სწორედ ეს არის მიზანი, ამას აჩვენებს, რომ გართობის მიზნით მოიხმარს რაღაც ნივთიერებას. ეს ადამიანები არასოდეს არ ხვდებიან სამედიცინო სექტორში. რატომ? ვიდრე არ წარმოიშვება რაიმე ტიპის პრობლემები. თუ ეს ადამიანები აკონტროლებენ თავიანთ მოხმარებას და მართლაც ესე თქვათ რაღაცა პროგრამოშვებით ხდება მათი მოხმარება, არ ხვდებიან სამედიცინო სექტორამდე და ამიტომ ჩვენ არ ვიცით მათ შესახებ. საქართველოში არც კი ვიცით რამდენი ყავს რეკრეაციული მომხმარებელი. ადამიანი, რომელიც მოიხმარს ნარკოტიკს, არ ნიშნავს, რომ ის დაავადებულია და არ ნიშნავს, რომ მას მკურნალობა სჭირდება. მომხმარებელია. ეს მისი არჩევანია. მაგრამ როდესაც მოხმარება უკონტროლო ხდება, როდესაც ის უკვე კარგავს კონტროლს მასზე და ეს არის საშუალოდ 10-დან 4-5 მაინც 10 მოხმარებლიდან სხვადასხვა კვლევების საფუძველზე, არა საქართველოში ჩატარებული, უბრალოდ სხვა უფრო განვითარებული, ვთქვათ, ამერიკის მასშტაბით ესეთი დიდი ეპიდემიოლოგიური კვლევის თანახმად, ყველა ვინც სინჯავს ნარკოტიკს არ აგრძელებს მოხმარებას და არ ხდება მასზე დამოკიდებული, მაგალითად ჰეროინის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს 10-დან 4.
ამ მოცემულობით ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ მომხმარებელი, ანუ ის, ვინც მოიხმარს სხვადასხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებას, გაცილებით მეტია საქართველოში, მაგრამ არ ვიცით რამდენია. ჩვენ ვიცით მხოლოდ ეს პრობლემური მომხმარებელი, რომელსაც ითვლის ეს კვლევა, რაღაცა გარკვეული პერიოდულობით და ეს საქართველოს შემთხვევაში არის ნარკოტიკების ინიექციური მომხმარებელი და სწორედ მათზე გათვლით კეთდება შემდეგ უკვე ესე ვთქვათ სხვადასხვა მხარდამჭერი პროგრამების დიზაინის შემუშავება მხოლოდ ამაზე დაფუძნებით, აი ამ პრობლემური მომხმარებლების რაოდენობაზე დაფუძნებით და არა რეკრეაციულის, რომელიც არც საჭიროებს მხარდაჭერა სამეცნიოს, მაგრამ სწორედ აი იმ რეკრეაციულამდე რომ არ მივიდეს და ეს რო პრობლემური არ გახდეს, მანამდეა გასაკეთებელი საქმე, რასაც პრევენცია გულისხმობს და სწორედ პრევენციამ უნდა აიღოს ეს დარტყმა თავის თავზე, რომ მან უზრუნველყოს ინფორმირებულობა და სწორად ბრძანეთ ინფორმირებული გადაწყვეტილება. როდესაც ადამიანი ინფორმირებულია თუ რას იღებს და რას რისკავს ამ მიღების სანაცვლოდ, ის გადაწყვეტილება უკვე ინფორმირებულია თუ კი ის მიიღებს გადაწყვეტილებას რომ მოიხმაროს, ხო? მაგრამ როდესაც არ იცის და ხშირ შემთხვევაში ესე გაგვიგია რომ არასოდეს არ მოიხმარდა და თუ დააკვირდებით ესე ვთქვათ ტენდენციას ახალ ამბებში რაც ქვეყნდება, ხო, რომ აი არ იყო მომხმარებელი, პირველად გასინჯა, დიახ, პირველად რო გასინჯა და რო არაფერი არ იცოდა, სამწუხაროდ ზუსტად ამიტომაც მოხდა შემდეგ ის სავალალო შედეგი დადგა, რაც სიკვდილის სახით, ხო? ზუსტად იმიტომ რომ არ ფლობენ ინფორმაციას, არ იციან რა ნივთიერებას იღებენ და მარტო ნივთიერება არ არის ხშირ შემთხვევაში მიზეზი, ის გარემოებები თუნდაც ის რომ ღამის უძილობა, გაუწყლოება, მშიერი, რომ მთელი ღამე არაფერი უჭამია დილას, უზმოზე მიიღო რაღაცა, ხო? მზე აცხუნებს, ტემპერატურული ჰიპერთერმია გვაქვს, ხო? ყველა ეს ფაქტორები ერთად კრებითად გვაძლევს მერე უკვე იმ სავალალო შედეგს, რომლის არიდება ნამდვილად შეიძლებოდა. ეს განსაკუთრებით ალბათ აქტუალური და მნიშვნელოვანია ამ ფენტანილის შემთხვევაში, ხო? არა მხოლოდ. ბოლო დროს მაღაზიაში ესმის ყველაზე ხშირად ესეთი შემთხვევები და აი რაზეც ვისაუბრეთ, უბრალოდ რამდენიმე საკითხის დაზუსტება მინდა. წეგან თქვენ საუბრობდით, რომ ესე რაღაცა პერიოდულად მუდმივად ახლდება და ახალი ეს ფსიქოაქტიური ნივთიერებები იქმნება, ხო? ვინ არის საიდან კეთდება? ამერად კეთდება. ერთხელ მაქვს ძალიან საინტერესო ის მოსმენილი, აი ეს მთელი გზა, რა გზასაც გადის და როგორ ხდება მერე ამ განვითარებულ ქვეყნებში, სადაც მეტნაკლებად რეგულირებულია ეს თემები, ხო? და ამ მიმართულებით რამე იცვლება თუ ტრადიციულად ერთი და იგივეა ეს რაღაც ქვეყნები, სადაც ეს ყველაფერი მზადდება და არა, იცვლება, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ შავი ბაზარი. არარეგულირებული წესების გარეშე მუშაობს, შავი ბაზარი ქმნის პროდუქტს, რომელიც უნდა რომ მივიდეს მომხმარებლამდე. ამიტომ ყველანაირ გზას იყენებს, რაც კი ამ მიზანს მიაღწევინებს. საიდან იქნება ეს ნივთიერებები? ფარმა ბიზნესი მუდმივად ქმნის რაღაც ახალ ნივთიერებებს. მისი ერთ-ერთი ნომერ პირველი ჩვენ დარგში დავალება არის შექმნას ისეთი ნივთიერება, რომელიც იქნება ძალიან მაღალი პოტენციალის ტკივილის გაყუჩების მქონე, მაგრამ არ ექნება დამოკიდებულების პოტენციალი. აი ამ მისიისთვის ის გარკვეული ტიპის კვლევებს ატარებს და რაღაც როდესაც არ აქვს რაღაც შედეგი, მიატოვებს ამ კვლევას, მაგრამ ეს ხომ პროცესია, რომელშიც ადამიანები არიან ჩართული და არაერთი ისტორიული ფაქტი ვიცით, თუნდაც მეორე მსოფლიო ომის დროს ზუსტად დეზომორფინი, რომელიც იქნა შექმნილი, სწორედ მაღალი ტკივილ გაყუჩების პოტენციალის მქონე, მაგრამ ზუსტად აი პირველივე მოხმარების შემდეგ, რომ ძალიან მაღალი პოტენციალი აქვს დამოკიდებულების, სწორედ ამან გამოიწვია მისი შემდგომი არ გამოყენება და ფაქტიურად არასოდეს არ ყოფილა მას მერე მედიცინაში ეს ნივთიერება გამოყენებული. ამიტომ ეს შუალედური ნივთიერებები გადაბირება, რა ვიცი მე, შავი ბაზრის სხვა რა წესებით შეიძლება კიდევ იმუშაოს, ხო? მეცნიერებისთვის თუ არ ვიცი, ხელი შეშლა,
ანუ ყველანაირი პირობის რაღაც გათვალისწინებით, რაღაცნაირი მანქანებით მათ ხელში ხვდება და ეს არის საკმაოდ ინტელექტუალური ნაწილი, რომელსაც იყენებს შავი ბაზარი თავისთვის, რომ შეაქმნევინოს ახალ-ახალი ნივთიერებები და იქმნება ახალ-ახალი ნივთიერებები და შემდეგ უკვე ბაზარზე გამოდის და ყველა იმ წესის გამოყენებით, რაც ჩვეულებრივი მარკეტინგული ხრიკებია და ასე შემდეგ, ყველანაირი წესის გამოყენებით ის აღწევს სამიზნე მოსახლეობამდე. ამდენად არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ შავი ბაზარი ზუსტად იგივე წესებით მუშაობს და იგივე წესებით ცდილობს მოხდეს, მიწუდეს მის მომხმარებელს, როგორც ჩვეულებრივი ლეგალური ბაზარი, რომელსაც ყავს თავისი სამიზნე. ამიტომ ონლაინ სივრცეშიც ძალიან კარგად მუშაობს, უფრო უკეთესად ვიტყოდი, იმიტომ რომ დღესდღეობით აღარ არის ხელიდან ხელში გადაცემა ნარკოტიკის. ბოტს ელაპარაკებიან პირდაპირ და ის საერთოდ ბოტიც აღარ ჭირდებათ ხშირ შემთხვევაში, ტრანზაქცია იმდენად მარტივად ხდება ყოველგვარი კომუნიკაციის გარეშე, სიტყვიერის ან ჩათის მარტივად ყიდულობ, მიდიხარ იღებ. დამდები არის და ვიღაც თავი, რომელიც შეება ქვეყანაში საერთოდ. ეს კიდევ ცალკე თემა, დამდები ვინ არის? ხშირ შემთხვევაში ეს არის თუნდაც ის ახალგაზრდა ან ზოგ შემთხვევაში არასრულწლოვანი, რომელმაც არც იცის თავიდან, როცა ერთვება. ხო, შეიძლება არ იცოდეს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს იოლი ფულის რაღაც მოპოვების გარკვეულ გზად შეიძლება ხედავდეს. გადათხრილი როა ეს ჩვენი ეზოები, ანუ მაგაზე ვლაპარაკობ. და ხშირად ამ სისტემაში ჩათრევის ერთ-ერთი თანმხლები მოვლენაც არის ამ ადამიანების გასამჯვინებაც ამ ნარკოტიკების დიახ, და ეს ონლაინ სახითაც ბონუსებადაც. დიახ, საქმეც მაგაშია, რომ ზუსტად აი ეს რო ვახსენე თანამედროვე ლეგალური ბაზარი თქო, ხო? რაღაც ფასდაკლებები, როდესაც რაღაც ქულებს აგროვებ და ამდენი ქულის შემდეგ ფასდა, ესეც ზუსტად ასევე სთავაზობს. ერთი ვენდორიდან 4 ჯერ შეძენის შემთხვევაში, მეხუთე ჯერზე უკვე რაღაც ბონუსად რაღაც ფასდაკლება. მაგ შემთხვევაში უკვე სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებაა დანამატი. ან თუ კი ბიტკოინზე შეიძენ, ბიტკოინით, ამ შემთხვევაში კიდევ ფასდაკლება გაქვს და ჩვენ სხვათა შორის მონიტორინგს ვაკეთებდით ერთი darknet-ში ოპერირებადი ესეთი ვებგვერდისთვის არ მინდა უბრალოდ ახლა ეს დავასახელო და აი როდესაც COVID-ი დაიწყო ჩვენ გვინდა და გვენახა რამდენად ეს ტრანსპორტირების შეზღუდვები და ასე შემდეგ გავლენას იქონიებდა ნარკობაზარზე. ქონდა მცირედი გავლენა, მაგრამ ძალიან მალე ადაპტირდა და ყველაფერიც ადგილზე იყო და გაყიდვებიც მაგ პერიოდისთვის სულ ცოტა, ყველაზე ცუდ შემთხვევაში თვეში 9 მილიონი ლარის ბრუნვა ჰქონდა, გაყიდვებით მიღებული ბრუნვა. ამდენად ეს იყო ერთი ვებგვერდი, რომელიც არ არის ისეთი პოპულარული და არ იყენებს მას ყველა და შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ახლა ის სხვა დანარჩენი ხელიდან ხელზე გაყიდვა, კიდევ სხვა ის ბოტები და ბოტზე დაფუძნებული ეს აპლიკაციები, რომელთა ესე გაზომვა ცოტა რთულია, დაინახო, დაიჭირო რამდენი, ესე ვთქვათ, რა ტრანზაქციები მიდის. აი ეს პატარ-პატარა ფაზლები გვაძლევს უზარმაზარ დიდ სურათს შავი ბაზრის თუ რამდენად დიდი ფული ტრიალებს. კიდე ერთ ამაზუსტებელ ბოდიში სანდრო, ერთ ამაზუსტებელ იმას შეკითხვას დავსვამ, რომ ჩვენ ვახსენეთ აი ეს ერთგვარი რაღაც პანორამა, ხო, 90-იანი წლებიდან დღემდე როგორ მოვდივარ და აქ სხვადასხვა თაობებია, ხო, უკვე ადამიანების, რომელიც სხვადასხვა ტიპის ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს მოიხმარნენ და აი ეს მაინტერესებს, რომ იცვლებოდა ან იცვლება დღეს ახლა ის ადამიანები ისევ იმ ძველ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, ნარკოტიკებს მოიხმარენ, თუ აი ამ ახალი თაობის ნარკოტიკებზე გადაერთნენ. ამაზე ვიცით რა? კარგი კითხვა და რო გითხრათ ერთმნიშვნელოვნად ესეთი პასუხი არ მაქვს, არის რაღაც გარკვეული წილი მათი, რომელიც ისევ იგივე თქვათ ტრადიციულ მისთვის ჩვეულ ნივთიერებებზეა დამოკიდებული და აგრძელებს ესე მოხმარებას. მათგან ალბათ უმეტესობა ვიტყოდი, რომ დღემდე იმიტომ გადარჩა, რომ უმეტესობა აი ამ ოპიოიდების აგონისტებით, ანუ ჩვენთვის ცნობილია როგორც ჩანაცვლებითი თერაპია, ხო? ბუპრენორფინის ან მეტადონის პროგრამაშია ჩართული. და ახალი თაობა ზოგი არის ისეთი
წილი ამ ახალთაობაში, რომელიც საერთოდ არ იცნობს იმ ეგრეთ წოდებულ ჩვენთვის ტრადიციულ კლასიკურ ნარკოტიკულ ნივთიერებებს, მათთვის უფრო მეტად ეს იოლად მისაღები, არაინექციური გზით მისაღები, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები მათ შორის და ძირითადად ფსიქოსტიმულატორები და ჰალუცინოგენები არის ხელმისაწვდომი და სწორედ მაგიტომაც უფრო ალბათ ამ ნივთიერებების მოხმარება მათშია პოპულარული, ვიდრე შედარებით უფრო ასაკში შუახნის ასაკის მოხმარებლებისთვის. აი მაგაზე მქონდა ზუსტად ახლა შემდეგი შეკითხვაც რა წეღანაც ახსენეთ თქვენ ხო რომ აი ეს რეკრეაციული მომხმარებლების შემთხვევაში და ახლა ამ რეკრეაციულში გულისხმობთ ხო თან რო განმარტოთ კიდეც აქ არის საუბარი ეგრეთ წოდებულ კლუბურ ნარკოტიკებზე რომელიც ნაკლები რისკის შემცველად არის აღქმული ჩვენ საზოგადოებაში და მაგას როგორ აქვს აი ეს ადიქციის რისკი როგორც წესი ეგეც აღქმულია ხოლმე რომ ამას ეს ადიქცია არ აქვს და აი ეს ადიქციის ტიპებიც ხო სხვადასხვაგვარია ხო აი მოვიხმარ დაუშვათ ერთხელ იქნება თუ 10 ჯერ იქნება ამასაც თუ განსხვავებებს გითხარით ნუ რაღაცას რა ვიცი რამდენია ხო უამრავი რომ ეს ეგრეთ წოდებული კლუბური მადლობა რომ ეს კითხვა დასვით ეს ამნიშნულოვანი კითხვაა და ძალიან ხშირად ხდება სწორედ ამ მიზნით ესე ვთქვათ დაყოფა ამ ფსიქოაქტიური ნივთიერებების მსუბუქად და მძიმე ნივთიერებებად სინამდვილეში ფსიქოაქტიური ნივთიერებები ეს ტერმინი ფსიქოაქტიური თავისთავად გულისხმობს, ეს არის ჯანმოსმიერ შემოთავაზებული დეფინიცია და იმისთვის რომ დაავადება უკაცრავად ნივთიერება კვალიფიცირდეს როგორც ფსიქოაქტიური, მან უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი სამი მოთხოვნა. მას უნდა შეეძლოს ჩვენს ესე ვთქვათ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ისეთი ზემოქმედება, რომ შეცვალოს ჩვენი აღქმა, ჩვენი ქცევა და შეცვალოს განწყობა. თუ ამ სამივეს აკმაყოფილებს, ეს ნივთიერება ფსიქოაქტიურია. მაშასადამე ყველა ის ნივთიერება, თუნდაც ის კლუბური ნარკოტიკები, როგორც მოვიხსენიებთ, ყველა ეს ნივთიერება არის ფსიქოაქტიური. რას აკეთებს? ცვლის ჩვენ ქცევას, ცვლის ჩვენს განწყობას, ცვლის ჩვენს აღქმას, ხო? და რატომ მოიხმარს ადამიანი? იმიტომ რომ აი ამ მდგომარეობის, ესე ვთქვათ, მიღწევა უნდა. ადამიანი არ იღებს იმ თავითვე ფსიქოაქტიურ ნივთიერებას იმისთვის, რომ თავი მოიკლას. ის განსხვავებულს ეძებს რაღაცა განსხვავებულ მდგომარეობას, განსხვავებულ შეგრძნებებს და ამიტომ იღებს. ეს არის მთავარი პრობლემა, რომელიც სწორად არ იქნა თავის დროზე შეფასებული და სხვათა შორის ლექციებს როცა ვიწყებ ხოლმე, პირველი კითხვა ვეკითხები, რომ როგორ ფიქრობთ, რატომ მოიხმარს ადამიანი ამ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს და უმეტესობა განსაკუთრებით ფსიქოლოგიური ბექგრაუნდით იწყებენ, რომ აი არასრულფასოვნების კომპლექსი, პრობლემასთან გამკლავება და ასე შემდეგ. ყველა ეს მართებულია ეს რასაც კი მოიფიქრებ, რაც შეიძლება იყოს მიზეზი იმის თუ რატომ მოიხმარს ადამიანი ნივთიერებას, მაგრამ თავარი აქ ის არის, რომ უბრალოდ ადამიანს მოსწონს ის, რასაც უშრება ეს ნივთიერება თავის ტვინზე. თავის ტვინზე რა გავლენაც აქვს, ეს რომ არ მოსწონდეს, სხვანაირად ის მერე არც მეორეჯერ არ გაიმეორებს მის მოხმარებას და არც მესამეჯერ და ასე არ მივიდოდა ადიქციამდე. მე-20 საუკუნის ცნობილი ფსიქიატრი, ჰარვარდის პროფესორი ნორმან ზინბერგი მან შემოგვთავაზა ესეთი ძალიან საინტერესო თეორია, რომ მნიშვნელოვანი არის სამი ფაქტორი და ამ სამი ფაქტორის ურთიერთქმედება. და რა არის ეს ფაქტორი? ეს არის თავად ნარკოტიკი, ადამიანი და გარემო. ნარკოტიკი მთელი თავისი ბუნებით, იმ განსხვავებული ზემოქმედების მიხედვით, ხო, ზოგი მასტიმულირებელი ეფექტით გამოირჩევა ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ზოგი მადეპრესირებელი. მისი ფასით, მისი კულტურაში, ესე ვთქვათ, რამდენად მისაღებია, მაგალითად ჩვენთვის ალკოჰოლი კულტურულად, ტრადიციულად მისაღებია, ამიტომ ესეც გარკვეულ გავლენას ახდენს იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მივიღებ მე, როდესაც დადგება მომენტი, მე ალკოჰოლი მივიღო თუ არ მივიღო. მეორე ადამიანი თავისი ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური მახასიათებლებით, თავისი გენეტიკით, მთელი მისი, ესე ვთქვათ, ჯანმრთელობით არის ამნიშნულოვანი, იმიტომ რომ თუ მე ისეთი ადამიანი ვარ, რომელსაც ხო არის ზოგიერთი
თელს 1 ლიტრას ღვინოს ისე ჩაცლის არც არაფერი შეეტყობა, მაგრამ მე შეიძლება ერთ ჭიქაზეც დავუთრე, ხო? ანუ ყველას თავისი ფიზიკური შესაძლებლობები აქვს, თავისი ჯანმრთელობის შესაძლებლობები აქვს, მახასიათებლები სხვანაირი გვაქვს, ხო? ზოგი უფრო ამყოლია, იოლად დაიყოლებს, ზოგი ძალიან რეზისტენტულია, მკაცრად არის თავის გადაწყვეტილებაში დარწმუნებული, ხო? აი ეს მახასიათებლები და მესამე გარემო. გარემო ის სადაც იზრდება ადამიანი, ხო? ის სადაც მუშაობს, სადაც ყოველდღიურ ცხოვრებას ატარებს. იქ რამდენად მისაღებია ამა თუ იმ ნივთიერების მოხმარება. აი ამ სამი რამის ერთობლიობა, ნარკოტიკი, ადამიანი და გარემო, აი მათი ინტერაქცია არის ის მიზეზი, რატომაც იღებს ადამიანი გადაწყვეტილებას მოიხმაროს რაღაც ნივთიერება. და შემდეგ უკვე აქ ერთვება ჩვენი ტვინის ის უმაღლესი ფუნქცია, რომელსაც მეხსიერება ქვია და ის არის ყველაფერში დამნაშავე, იმიტომ რომ მას ეს ან ძალიან ცუდად ამახსოვრდება, ან ძალიან კარგად. ცუდი ეს არის მაგალითად პირველად როდესაც არასრულწლოვნები ალკოჰოლს იღებენ და როგორც წესი პირველად თუ დიდი რაოდენობით მათთვის დიდია ზუსტად ის 2-3 50 გრამიანი არაყიც კი, ხო? და ამ ფონზე მათ აქვთ ინტოქსიკაცია, მიიღებენ ინტოქსიკაციას, რის შედეგადაც ძალიან ცუდად ხდებიან და შემდეგ ეს მისთვის ძალიან დიდი ხანი რჩება მიზეზი, რატომაც ის აღარ გაეკარება ალკოჰოლს, ხო? მაგრამ მე დროთა განმავლობაში რაღაცებს სწავლობს და მე მაინც რაღაცას გასინჯავს ადამიანი, მაგრამ მორიგი მიღების გადაწყვეტილებაში ის უკვე დარწმუნებულია. ამიტომ როდესაც ჩვენი მეხსიერებიდან სიგნალები არის პოზიტიური, რომ ძალიან კარგი დრო გაატარე, მეგობრებთან ძალიან მაგრად გაერთე და ამ გარემოში და რაღაც კონკრეტული ნივთიერება მიიღე, ეს უკვე საკმარისია ჩვენი მეხსიერებისთვის, რომ მან პოზიტიური სიგნალები გამოაგზავნოს, როგორც კი შეიკრიბება იგივე ფაქტორების ერთობლიობა, რომ გადაწყვეტილება მიმაღებინოს, რომ მოდი ჯობია მოვიხმარო, ვიდრე არა. ამიტომ აი ამ გადაწყვეტილების მიღებაში არის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმირებულობა და რას იღებ, რის სანაცვლოდ, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ნივთიერებები აბსოლუტურად ჭრელია, სულ სხვადასხვანაირია, მინარევები თქვენ ფენტანილი ახსენეთ, ზოგჯერ შემთხვევით არის დაბინძურებული ფენტანილით ეს ნივთიერებები, ზოგჯერ სპეციალურად არის მინარევი, იმიტომ რომ არ არის ეს ისე რომ რაღაცა შემთხვევით მოხდა დაბინძურება, არა. სპეციალურად ხდება, იმიტომ რომ ადიქცია გამოიწვიოს და ამასთანავე განსხვავებული ტიპის ანუ ზოგჯერ შეგრძნებები და ხან არც არის ის ნივთიერება, რომელსაც ყიდის ასაღებს, ხო? შეიძლება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ რამე ეფექტი გამოიწვიოს და შეავსებს. და ამ დროს ყიდულობს ადამიანი პირობითად MDMA-ს და იღებს მერე ფენტანილს. და საერთოდ არც იცის, რა შეგრძნებები უნდა ელოდოს, როცა პირველად სინჯავს, ხო? ანუ ირმა, ეს არის ანუ მაინც ადიქცია არის. რა თქმა უნდა ადიქცია. ცოტა სხვანაირი, ხო? აი რაღაც ბოდიში აი ისე აი მანდ მინდოდა აი ამ რა არის სხვაობა, სად გადის ის ხაზი რეკრეაციულ მომხმარებასა და ადიქციას შორის. ხო, აი ხა ჩემ გონებაში აი ეგ სხვაობა არის აი ახალი თაობის მომხმარებლებს და ძველი თაობის მომხმარებლებს შორის რას გულისხმობ? 90-იან წლებში გამწვავდა ხო ეს პრობლემა დაიწყო საინექციო ნარკოტიკების მოხმარება, ოპიოიდები ძირითადად და ეს ცალსახად აღქმული იყო ნეგატიურ მოვლენად. ამ ადამიანებმა იცოდნენ რომ იყვნენ დამოკიდებულები და ასე ვთქვათ ეს სერვისებიც რაც გვაქვს დღეს ძირითადად ამ კოჰორტაზე არის მორგებული. თუმცა ამ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გაჩენასთან ერთად ამ მრავალფეროვნებასთან ერთად და იმ ზოგად კულტურული კონტექსტის შეცვლასთან ერთად რაც დღეს ჩვენ გვაქვს, ხო, ამ ნარკოტიკების მოხმარების მიმართ დამოკიდებულებად შეიცვალა იმ ადამიანების მხრიდან, ვინც მოიხმარს. ანუ ადამიანი, რომელიც შეიძლება თვლიდეს, რომ რეკრეაციულად მოიხმარს კონკრეტულ ნარკოტიკს, კლუბურ ნარკოტიკს, სინამდვილეში შეიძლება მას ადიქცია ჰქონდეს. და არსებობენ ესეთი ადამიანები, ხო, ეხლა ჩემი არაპროფესიული თვალით ვამბობ ამას, რომ ადამიანს არ შეუძლია გართობა
თუ რაღაცა კონკრეტული არ მიიღო, ნივთიერება მიიღო. ალკოჰოლს აუცილებლად მიუყვუნდე, იმიტომ რომ ეს რაღაცა შერბილებული ნივთიერებაა თითქოს ჩვენ კულტურაში ისე გამჯდარი, რომელსაც ყველაზე უფრო მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე სხვა ყველა ნარკოტიკულ ნივთიერებას ერთად, ხო? ხშირ შემთხვევაში, სიგარეტის მერე, რომელიც ასევე ფსიქოაქტიური ნივთიერება არის. არის თუ არა ეს ასე, ანუ რამდენად არის თვით აღქმა შეცვლილი და რამდენად გონია დღეს ბევრ ახალგაზრდას რომ არ არის დამოკიდებული და სინამდვილეში დამოკიდებული. კარგი კითხვაა და დამავიწყდა რომ მე პასუხნა ამ კითხვაზე წინა კითხვაშიც იყო ეს კითხვა. ფსიქოაქტიურის განსაზღვრება სწორედ მაგიტომ მოვიტანე, რომ ფსიქოაქტიური ნივთიერებები განსხვავდებიან დამოკიდებულების პოტენციალის, ესე ვთქვათ, ხარისხით. ზოგიერთ ნივთიერებას ძალიან მაღალი აქვს დამოკიდებულების პოტენციალი, რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე მოხმარებაც კი საკმარისია იმისთვის, რომ დამოკიდებული გახდეს ადამიანი, ზოგიერთი ნივთიერება კიდევ გაცილებით მეტ დროს საჭიროებს და ისევ ადამიანის იმ ფიზიკური ჯანმრთელობაც ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ ესე მარტივად არ ყალიბდება დამოკიდებულება ყველა ადამიანში. ანუ ერთნაირი დოზით რო დაიწყონ, პირობითად აი ძანუხეში მაგალითია, მაგრამ ვინმე სხვა დრო შეიძლება ჩამოყალიბდეს, ვიღაცას შეიძლება. ამდენად ესეთი რამ არ არსებობს, ამისი განსაზღვრება, ასეთი შედარებები, უბრალოდ ჩვენ ვამბობთ, რომ ოპიოიდები მაღალი პოტენციალის დამოკიდებულების მქონეა. მიჩნეულია, რომ თითქოს მაგალითად იგივე MDMA, ეკსტაზი და ეს კლუბური ნარკოტიკები არ აქვთ მათ დამოკიდებულების პოტენციალი, იმიტომ რომ ჩვენთვის დამოკიდებულება ასოცირდება, როდესაც არ მიიღებს ადამიანი, მერე აღკვეთის სიმპტომები რო ეწყება, ანუ იგივე ლომკა. ამიტომ ჩვენ მიჩვეული რა კი ვიყავით 90-იანებიდან ამ ტრადიციულ ოპიოიდებს, რაც მათ ახასიათებთ, ეს არის ის ეგრეთ წოდებული ლომკა, რომელიც არ ახასიათებს ფსიქოსტიმულატორებს და ჰალუცინოგენებს. მაგრამ მათ სხვა რამ ახასიათებთ. იგივე კანაფთან მიმართებაშიც. კანაფი, რომელიც მიიჩნევა, რომ აი სუბუქი ნარკოტიკია და ასე შემდეგ, ხო? კანაფზე დამოკიდებულება ყალიბდება. და დღეს უკვე ეს იცის ქართულმა საზოგადოებამ. იმიტომ რომ თავიდან იყო რომ რა დამოკიდებულება და რა ლომკა არ აქვს კანაფს. კანაფს აქვს სხვანაირი ტიპის აღკვეთის სიმპტომები, რაც გამოიხატება თავის ტკივილში, გაღიზიანებადობაში, მუდმივად ვერ ფოკუსირდება, უჭირს რაღაცა საქმის კეთება, დაიწყოს, მიიყვანოს ბოლომდე და რაც მთავარია, ძალიან ცუდად გრძნობს თავს, იმიტომ რომ სულ მუდმივად თავის ტკივა, შეიძლება გულისრევაღებინებები ქონდეს. ეს არის ზუსტად დამოკიდებულების შედეგად განვითარებული აღკვეთის სიმპტომები. გაღიზიანებულია, აწეულია შფოთვის და იმის გაღიზიანებადობის მაჩვენებელი, ხო, ცოტა აგრესიული, ესე ვთქვათ, დამოკიდებულება აქვს, მერე ყველაფრის და ყველას მიმართ. ზუსტად აი ეს და ამოტივირებულია საერთოდ არაფერი არ უნდა. რომ არის, კი ბატონო, იმიტომ რომ ეს ყველაფერი აულაგდება. ზუსტად აი აქ არის დამოკიდებულება და ანალოგიურად ყველა სხვა ნივთიერებების შემთხვევაში მომენტალურად არ იწევს, ხო? არა, თქმა უნდა. ამიტომ იყო ძნელი ამდენი ხანი მაგის დადგენა, რომ არ იხوان ნამდვილად იწევს დამოკიდებულებას. მე უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ჩვენ ესე გვასწავლიდნენ. მაშინ ესე იყო, ესე ითვლებოდა, ესე მიიჩნეოდა, რომ მარიხუანა დამოკიდებულებას არ იწევს. ხო, რომ ფიზიკურს იწევს სხვა და მარიხუანას ფსიქოლოგიური დამოკიდებულება აქვს, მაგრამ ყველა ნივთიერების შემთხვევაში ფიზიკურიც არის და ფსიქოლოგიური. რა თქმა უნდა, ორივე, მაგრამ თავარი დამოკიდებულება მაინც ალბათ არის რაღაცა კონკრეტულ ემოციაზე და შეგრძნებაზე, რომელსაც კონკრეტული ადამიანი განიცდის, ხო? იმიტომ რომ შეიძლება ჩვენ როდესაც დამოკიდებულებაზე ვსაუბრობთ, შეიძლება სულ არ იყოს ეს სუბიექტი თუ ობიექტი დამოკიდებულების ნივთიერება, შეიძლება იყოს სოციალური ქსელი ან გემბლინგი, ხო, რომელსაც არა აქვს კონკრეტული რეცეპტორი, გემბლინგის რეცეპტორი ორგანიზმში არ არსებობს. თქვენ წარმოიდგინეთ გემბლინგის დროს ზუსტად იგივე გზები აქტიურდება ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, რაც ოპიოიდების მოხმარების შემთხვევაში. ანუ მე ვამბობ, რომ თვითონ თავისთავად ეს ფიზიოლოგიური აი რეცეპტორის დამოკიდებულება არა, ეს არის ემოციაზე დამოკიდებულება, რასაც ამიტომაც ვხედავთ, რომ იგივე MDMA რა ტიპის დამოკიდებულება ახასიათებს ის, რომ მისი მიღების შეწყვეტის შემდეგ ადამიანის გუნება განწყობა სრულად დათრგუნულია. ანუ საუბარია მაგალითისთვის განუწყვეტელი ეგრეთ წოდებული ერთი შაბათ-კვირის რეივი, ეგრეთ წოდებული, ხო? და ორ შაბათისთვის
სრულიად მკვდარი, არაფერი არ უნდა ვერ დგება, სამსახურში ვერ მიდის. ანუ მის დაკისრებულ ვალდებულებებს ვეღარ ართმევს ადამიანი თავს, მისი განწყობა, გუნება დაქვეითებულია რადიკალურად, არაფერი არ უხარია, არაფერი არ უნდა და სწორედ ეს არის ის მდგომარეობა, რომელიც ჩვენ გვაქვს, გვიბიძგებს, რომ კიდევ დამატებით მიიღოს ადამიანმა, რომ გამოუსწორდეს ეს მდგომარეობა. და ასე მიდის შემდეგ უკვე იმ მთავარი ნეირომედიატორების დეფიციტამდე, რომელიც მერე უკვე დეპრესიის მდგომარეობას შენ კი არ აკონტროლებ ნივთიერებას, ნივთიერება იწყებს შენ კონტროლს. შეიძლება ასე ითქვას. ზუსტად იგივე მექანიზმებია გემბლინგის შემთხვევაშიც. აი სწორად აღნიშნეთ, რომ ობიექტი არ აგვაქვს ის, რომელიც შემოდის, ხო, ნივთიერების სახით ჩვენს ორგანოში, რომელიც რაღაც გარკვეულ გავლენას ახდენს. აქ ეს გავლენის მომხდენი არის ის ემოცია, რომელიც მოდის წაგებით და მოგებით. სხვათა შორის ორივე შემთხვევაში ერთნაირი, აი ეს აღფრთოვანება, აღშფოთება, ეს ყველაფერი ერთად მოდის, წაგებს ადამიანი თუ მოიგებს. არ აქვს ნიშნულობა. ხშირ შემთხვევაში წინასწარიც ის ამ ხალხმა რო წააგებს და მაინც შედის ამ ერთი და იგივე მდინარეში, იმიტომ რომ ის შეგრძნება მიიღოს, თორე ყველა მიწის რომ გემბლინგით საბოლოო ჯამში ყველა ერთი წააგებს. სხვა შემთხვევაში კაზინო არ ეს ამართლებს ადამიანი მის ქცევას, რომ მიდის იმიტომ რომ დაიბრუნოს წაგებული ფული. ამით ის ცდილობს გაამართლოს რატომ მოდის სინამდვილეში ზუსტად იმ ემოციისთვის აი მოლოდინი რომ აი ეს წაგებით მოვა თუ მოგებით მას არ აქვს მნიშვნელობა სწორედ ის მოლოდინი და ის ემოციური აღტკინება რასაც ის იღებს ემოციური ეიფორია აი ეს არის ის რაზეც დამოკიდებული ხდება ადამიანი და ნივთიერების შემთხვევაში კიდევ უფრო მწვავედ იმიტომ გას ჩემი აზრით საკითხი რომ ნივთიერებით გამოწვეული ეიფორია იქნება ეს თუ სიამოვნების შეგრძნება ბუნებრივ პირობებში ამის მიღწევა ფაქტობრივად შეუძლებელია თუ განსაკუთრებით დიდი დოზით მოიხმარს ადამიანი ნარკოტიკს ხო და იმასთან შედარებით ამ მოხმარებასთან შედარებით ჩვეულებრივი ნორმალური ცხოვრება გაცილებით უფრო უინტერესო ეჩვენება ვიდრე იმ მოხმარების პერიოდში ეს რაღაცა ეიფორია სხვა შორის ეთნოგრაფების ძალიან ბევრი ისტორიული წყაროს კვლევის შედეგად ესეთი ფაქტია მოცემული ისტორიული რომ ადამიანის სხვადასხვა ცივილიზაციების არსებობის ისტორიული წყაროების შესწავლით ადამიანის არსებობის განმავლობაში მუდმივად არსებობს ისტორიული ჩანაწერი რომელიც ამბობს რომ რაღაცას მოიხმარდა ადამიანი სცენარეულს რა თქმა უნდა მაშინ სად იყო ამდენი ინდუსტრიული ფსიქოაქტიური ნივთიერება ხო რაღაც სცენარეულს რომლიდანაც ის ელოდა რომ რაღაც განსხვავებულს მიიღებდა განსაკუთრებულ მდგომარეობას და ანუ ეთნოგრაფები გვეუბნებიან რომ ადამიანი მიულტევის რაღაც განსხვავებული და განსაკუთრებული მდგომარეობებისკენ, ამიტომ სანამ ადამიანი არსებობს, ალბათ იქნება ეს ფსიქოაქტიური ნივთიერებაც. ერთადერთი ცივილიზაცია, რომლის ისტორიულ არც ერთ ჩანაწერში არ ფიქსირდება რაიმე ნივთიერების მოხმარება, ეს არიან ესკიმოსები, თუმცა მათ ჰქონდათ ესეთი ღრმა სუნთქვის იქ ხო, ბუნებრივი პირობების გამო, მაგრამ ღრმა სუნთქვის ეგრეთ წოდებული ჰოლოტროპული სუნთქვის ტექნიკა ამით ცდილობდნენ გარკვეული სხვანაირი მდგომარეობის მიღებას. იდეალში ეს სხვანაირი მდგომარეობა ინტოქსიკაცია, ეს ყველაფერი ინტოქსიკანტია, რასაც ადამიანი იღებს, იწვევს თავის ტვინში ზუსტად ინტოქსიკაციას და ამ ინტოქსიკაციის შედეგებია, რასაც ადამიანი აღიქვას და აფასებს, რომ მისთვის სასიამოვნო იყო. ზუსტად ანუ აქაც ესკიმოსებთანაც კი, სადაც ბუნებრივად არ იყო შესაძლებლობა რაღაცა მოეხმარათ, მაინც რაღაცა განსხვავებულის მიღწევისთვის რაღაც სუნთქვითი ტექნიკით ცდილობდნენ მიეღწიათ აი ამ ინტოქსიკაციის მდგომარეობისთვის. თან დღესდღეობით ეს სტიმული იმდენაირია და ისეთი ჭარბი არის, რომ ფაქტობრივად ბოროტად მოხმარება ხდება გარემოდან ჩვენი ემოციების, ხო, ამ დოპამინერგული სისტემით, თუნდაც სოციალური ქსელების სკროლვით, ასე შემდეგ. იმდენი სტიმული შემოდის, რომ ჟარგონს მოვიხარ, ადამიანს ჩვეულებრივი ცხოვრება ფაქტობრივად გატროხებული აქვს და იწყებს ამ ნარკოტიკებში ამ საშუალის ძიებას. რაც არ არის ჯანსაღი გზა და მე აუცილებლად ამ ჯანსაღებზე საუბარზე უნდა გადავიდეთ. მაგაზეც უნდა გადავიდეთ, უბრალოდ აი დღეს რამდენჯერმე ვახსენეთ ჩვენ ალკოჰოლის, ხო? და მაგაზეც მინდა იმიტომ რაღაცა ერთგვარი გალეგიტიმურებული ადიქცია, ხო, საქართველოში კულტურულად ძალიან მისაღები და ეხლა ჩვენ თუ ამ თვალსაზრისით შევხედავთ, რომ ალკოჰოლის არის ფსიქოაქტიური ნივთიერება. მასაც ახასიათებს აი ეს ბევრი სხვადასხვა ტიპის მოვლენა
გამხლები, რომელიც დამახასიათებელია ფსიქოაქტიური ნივთიერებებისთვის. და თან მით უმეტეს რომ რომელი იყო აღარ მახსოვს მექსიკის თუ რომელიღაც ქვეყნის პრეზიდენტმა თუ ვიღაცამ რო თქვა რომ ეს ალკოჰოლი ხო ლეგალური ის არისო, რა ქვია, საშუალებაო და კოკაინი არ არისო, იმიტომ რომ ეგენი არ აღმოუჩენიათ იმ ქვეყნებში, რომლებმაც მერე კოკაინი აკრძალესო. ეს უგოჩავესმა, რომელმაც მერე ჯიბიდან ამოიღო კოკას ბუჩქის ფოთოლი და დააღეჭა გაეროს სტომაზე, რას მიკრძალავთ, რაც ჩემთვის, ჩემი ქვეყნისთვის. ჩვენთან რამდენად დიდი პრობლემაა ეს და ალკოჰოლ დამოკიდებულება რამდენად არის სერიოზული პრობლემა. ამ თვალსაზრისით. შევთანხმდით, რომ ალკოჰოლი კი ჩვენი ტრადიციის ძალიან დიდი ნაწილია და შესახორცებული ის არის, ესე ვთქვათ, ფსიქოაქტიური ნივთიერება, რომელშიაც ვერ ხედავთ პრობლემას და თუნდაც ადამიანი, რომელიც უკვე პრობლემური სმა აქვს, მაინც ვამბობთ, რომ კარგი თამადა, უყვარს кейფი, სინამდვილეში ამით პრობლემის ნიველირება უფრო ხდება. სამწუხაროდ არა გვაქვს კვლევები, რომელიც გვიჩვენებს სრულ სურათს ალკოჰოლის ეპიდემიოლოგიის თუ რა სახით არის გავრცელებული, მაგრამ საქართველოში გავრცელებულია. აი ეს ორი კვლევა 2015-ში და 22-ში რაც ჩატარდა ზოგადი მოსახლეობის კვლევა ზუსტად აჩვენებს, რომ რა გასაკვირია, რომ ეხა ძალიან მაღალია ჩვენთან ოდესმე მოხმარების მაჩვენებელი, როგორც მამაკაცებში და ქალებში, თუმცა როცა საქმე მიდგება მოხმარების სიხშირეზე და მოხმარების მოცულობაზე, რა მოცულობით, რა რაოდენობით ხდება ალკოჰოლის მოხმარება, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა კაცები ლიდერობენ და ორჯერ უფრო მეტს სვავენ ვიდრე ქალები და უფრო ხშირად მამაკაცები მოიხმარენ ვიდრე ქალები. ერთი ძალიან საინტერესო მართალია მოძველებული, მაგრამ ძალიან საინტერესო კვლევა იყო Lancet-ში გამოქვეყნებული, რომელიც აჩვენებდა სხვადასხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებას სამი, ესე ვთქვათ, მახასიათებლით წარმოაჩენდა. ერთი, საკუთარ თავს რა ზიანს აყენებს ადამიანი, როდესაც მოიხმარს ამა თუ იმ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას, სხვას რა ზიანს აყენებს და კიდევ მესამე ფაქტორი ეს იყო, ესე ვთქვათ, ის გარემო ფაქტორები, კიდევ ესე ვთქვათ, თემში რა, სადაც ცხოვრობს, კრიმინალური თვალსაზრისით, რა ესე ვთქვათ, ზიანი შეიძლება მოუტანოს და ეს იყო ეკონომიკურად შეფასებული, ანუ ფულში დათვლილი. და რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ალკოჰოლი იყო ის, რომელიც ნომერ პირველი იყო ყველა სხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებათაგან სხვისთვის მიყენებული ზიანის თვალსაზრისით. რომ ალკოჰოლის მომხმარებელი ადამიანი სხვას უფრო მეტ ზიანს აყენებს, ვიდრე სხვა ნივთიერებების მომხმარებელი ადამიანი სხვას. ამდენად აი ეს ჩვენთვის ნიველირება პრობლემის ტრადიციულია, მახასიათებელია და ყველაზე მთავარი პრობლემა, რომელსაც მე გავამახვილებდი ყურადღებას, არის სკოლის მაღალი კლასის მოსწავლეებში. ესე ვთქვათ, არის ესეთი ევროპული სკოლის კვლევის პროექტი, რომელიც ევროპაში გარკვეული პერიოდულობით ტარდება და ჩატარებულია საქართველოშიც, დაავადებათა კონტროლი ატარებს ხოლმე და მათი მონაცემებით რო შეხედავ არ განსხვავდება საქართველოში, არა სხვა ნივთიერებების მოხმარება ამასაკობრივი კატეგორიისთვის ის იგივე ტიპის არის როგორც ევროპაში. ერთ-ერთი ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი არის ის, რომ ქართველი მაღალი კლასის მოსწავლეები, აქ საუბარია მე-11, მე-12 კლასელებზე და პირველ კურსელებზე. აი ამ ასაკობრივ კატეგორიაში ქართველები უფრო მეტ სვავენ ინტოქსიკაციამდე მისვლით, ანუ ეგრეთ წოდებული binge drinking, ხო? ერჯერზე ბევრის დალევა, რასაც ქვია, ვიდრე საშუალო ევროპული მაჩვენებელი. რაც ყველაზე საზიანოა, ყველანაირი თვალსაზრისით, ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობის თვალსაზრისით, აი ეს მაჩვენებელი ძალიან მაღალი ქონდა საშუალო ევროპულისგან განსხვავებით. სხვა შემთხვევაში იგივე ვთქვათ, სხვადასხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებები ყველაზე ნაკლებად პრობლემურია, მინდა გითხრათ, საშუალო ევროპული მაჩვენებელი უფრო მაღალი იყო. ანუ ალკოჰოლის მოხმარების ზომა არ ვიცი. ალკოჰოლის მოხმარება ამას აქში რაც იწყება ძალიან დამაზიანებლად და სწორედ ამის ინფორმირება არის მნიშვნელოვანი ამასაკობრივი ჯგუფის. და მკურნალობის მეთოდები განსხვავდება ამ შემთხვევაში ალკოჰოლ დამოკიდებულების თუ იგივე ჩარჩოს მიყვება, რაც ზოგადად ხდება ფსიქოაქტიური
მკურნალობის მეთოდები, აქ თუ ეხა ალკოჰოლური ფსიქოზია, რა თქმა უნდა, მაგის მკურნალობა არსებობს საქართველოშიც, ზუსტად ისეთივეა ის მკურნალობა, როგორც ნებისმიერ ევროპის სხვა ქვეყანაში და თუ ალკოჰოლზე დამოკიდებულების მოხსნაზეა საუბარი, ესეც არის შესაძლებელი საქართველოში. საუბარია შემდგომი რეაბილიტაციის შესაძლებლობებზე, რამდენად გვაქვს, იმიტომ რომ დიახ, მთავარი კომპონენტია ყველგან, გნებავთ ნარკოტიკთან მიმართებაში, გნებავთ ალკოჰოლთან. იმიტომ რომ ეს სამედიცინო ჩარევა, მოდი ესე ვთქვათ, კლინიკური დეტოქსიკაცია, მოხსნა იმ ესე ვთქვათ, აღკვეთის სიმპტომების ფაქტიურად ნულია. ამით საფუძველს ქმნი, რომ შემდეგ დააშენო ყველა აგური ფსიქორეაბილიტაციის გზით, რომ მიიღო შემდეგ გამოჯამრთელება, გამოჯანსაღება ადამიანის, ვინაიდან იგივე ნეირომეცნიერული კვლევები გვეუბნებიან, რომ საშუალოდ დაახლოებით 48 თვე გრძელდება ნეიროტრანსმიტერების კარგვა, მას შემდეგ რაც ადამიანი ბოლოს მოხმარებიდან შეწყვეტს მოხმარებას. ანუ სულ მცირე 48 თვე მაინც უნდა გააგრძელოს ადამიანმა მისი პრობლემების შესწავლა, რეაბილიტირება, იმიტომ რომ ეს არ გულისხმობს მარტო ფსიქოლოგთან რაღაცა საუბარს, ეს გულისხმობს რეციდივის პრევენციას, გულისხმობს ამოცნობას იმ ნიშნების, როდის შეიძლება მოხდეს რეციდივი, როდის დგას ამ რისკების წინაშე და როგორ შეიძლება მას გაუმკლავდეს ამის შესწავლას. და ამას საშუალოდ მუდმივად, აი როგორც პულზე თითის დაჭერას დაახლოებით 48 თვე მაინც უნდა აგრძელებდეს ადამიანი. და კითხვაზე რამდენხანს უნდა იმკურნალოს ადამიანმა, იმდენხანს მოიხმარდა და მერე კიდე მთელი ცხოვრება. მაგრამ მკურნალობაში არ იგულისხმება მაინც აი საავადმყოფოში დაწოლა და ჰოსპიტალიზაცია, არა, მკურნალობა ის ფსიქოთერაპიული ჩარევა. იმიტომ რომ ჩარევა მედიკამენტოზურია, კი ბატონო, ის საფუძველს ქმნის და შემდგომი არის მნიშვნელოვანი ფსიქოთერაპიული ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია. ხო, აი აქ მაინტერესებდა რა, აი ჩვენ ვახსენეთ, რომ რატო შეიძლება იწყებდეს ადამიანი მოხმარებას. ეს მიზეზები ხშირად ძალიან ბანალურიც არის ხოლმე, აი პირველი გასინჯვა, ხო? შეიძლება იყოს ცნობის მოყვარეობა, თანატოლებისგან წნეხი, ან კულტურის ნაწილი, ალკოჰოლის შემთხვევაში, თუმცა ჩამოყალიბდება თუ არა დამოკიდებულება, ანუ ადიქცია ამ ადამიანში, აქ უკვე ძალიან ბევრი სხვა ფაქტორი შეიძლება მონაწილეობდეს. და ძირითადად სამ ფაქტორს გამოყოფენ, ხო, ბიოლოგიური, სოციალური და ფსიქოლოგიური ფაქტორები. და თითოეულ ამ ფაქტორს თუ ადიქცია ჩამოყალიბდა, ცალ-ცალკე ჭირდება მიხედვა, ხო? ასე ვთქვათ, ანუ პირველ რიგში როგორც თქვენ ახსენეთ, ასე ვთქვათ, ეს ნივთიერების დეტოქსიფიკაცია, ანუ ფიზიკური ჯანმრთელობის რაღაც დასტაბილურება და შემდეგ უკვე რეაბილიტაცია ფსიქოლოგიური ამ ადამიანის, იმიტომ რომ ეს ადიქცია, როგორც ვთქვით, არ არის წამყვანი, აქ არის ემოციაზე დამოკიდებულება და არა იმ ნივთიერ ლომკა, ასე ვთქვათ, ამ ადამიანების შემთხვევაში, ხო? ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია, ხო? აი ეს და სოციალური რეაბილიტაცია, ანუ რესოციალიზაცია. აი ამ დანარჩენ კომპონენტებში სად ვართ საქართველო, ანუ აი ამ მიმართულებებით რამდენად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს არსებული მდგომარეობა. მე გამიგია, რომ ეს პირველი ეტაპი, აი ზედაპირული ეტაპი კარგად გვაქვს ჩვენ, აი თუნდაც ამ ჩანაცვლების თერაპიების კუთხით, რამაც ძალიან დიდი შედეგი დადო, მართლა კარგი, ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, მაგრამ ეს მომდევნო ეტაპები, რასაც ქვია ფსიქოსოციო რეაბილიტაცია და რეალიზაცია ამ ადამიანების ცხოვრებაში, დაბრუნება, რაღაცნაირად ინტერესის დაბრუნება ადამიანების, ამაში მოვიკოჩნდებთ. რამდენად ეს შეესაბამება სიმართლეს და ხელმისაწვდომობას როგორი არის ამ სერვისების, იქნება ეს გეოგრაფიული, ფინანსური თუ ასე შემდეგ. მადლობა ამ კითხვისთვის და ამაზე პასუხს დავიწყებ, ესე ვთქვათ, ისევ დეფინიციით. მკურნალობის მეთოდი, რომელიც გვაქვს წამალდამოკიდებულების შემთხვევაში, ეს არის ორად ორი. ერთი დეტოქსიკაციის გზა, მეორე ჩანაცვლებითი თერაპიის სახით. ესეთ ჩანაცვლებით თერაპია იმ შემთხვევაში, თუ კი ოპიოიდებზე გვაქვს დამოკიდებულება, სხვა შემთხვევაში თუ სხვა კლასის ნივთიერებებზეა დამოკიდებულება, მაშინ აქ ჩანაცვლება არა გვაქვს, დეტოქსიკაცია გრჩება მხოლოდ და დეტოქსიკაცია ტარდება. ეს არის სამედიცინო ნაწილი. ეს ორი განსხვავდება, ორი ჩარევა, თავისი, ესე ვთქვათ, თუ რა მიზანს, სხვადასხვა მიზანს ემსახურება. როდესაც სიცხე გვაქვს, ჩვენ ხო წნევის დამწევს არ ვსვავთ.
ვსვავთ სიცხის დამწევს. ზუსტად ანალოგიურად აი ესეთი განსხვავება შეიძლება პარალელი გავავლოთ ამ ორ ჩარევას შორის. ერთი დეტოქსიკაცია, რომლის მიზანია ზუსტად იმ ორკვირიანი თუ სამკვირიანი გააჩნია რა დრო დასჭირდება, სტაციონირების შემდეგ, დეტოქსიკაციის ჩატარების შემდეგ ადამიანს არ აქვს არანაირი აღკვეთის სიმპტომები, ანუ ეგრეთ წოდებული ლომკის სიმპტომები. თუ ჩვენ ამის მიღწევა გვინდა, ჩვენი არჩევანია ეს. მაგრამ ამის შემდეგ რას ვაკეთებთ? ამის შემდეგ იწყება მთავარი. იწყება ის, რასაც ქვია ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია, სულ მცირე რეციდივის პრევენციაზე მუშაობა. თუ ეს არ ხდება, ადამიანის რეციდივი უფრო მაღალია პირველ ერთ თვეში. შემდეგ, ანუ 1 წლის განმავლობაში ყველა ის ადამიანი, რომელსაც დეტოქსიკაცია გაიარა, წლის ბოლოსთვის, მე-12 თვის ბოლოსთვის უკვე მათი დაახლოებით, ესე ვთქვათ, 80%-ზე, ცოტა მეტი კიდევ, 88% რეციდივს განიცდის. ანუ ისევ იწყება მოხმარება. რატომ? იმიტომ რომ არ იყო ჩართული სწორედ ეს რეაბილიტაციის კომპონენტი, რომელიც მას დაეხმარება რეციდივთან გამკლავებაში. ამიტომ დეტოქსიკაციაზე ფსონის დადება, რომ აი ეს არის ყველაფერი და ეს არის ჩვენი მშველელი, ესე არ არის. მას აქვს კონკრეტული მიზანი. თუ ადამიანს შესაბამისი აქვს ჯანმრთელობა, რაშიც გულისხმობ იმას, რომ ახალგაზრდა, მისი ჯანმრთელობა ჯერ არ არის დანგრეული წამალდამოკიდებულებით, გამოწვეული კიდევ სხვა დაავადებებით, არ აწუხებს ქრონიკული კიდევ სხვა დაავადებები, მისი ჯანმრთელობა აძლევს მას საშუალებას ძალიან დიდი კომპენსაციის შესაძლებლობას აძლევს, შესაბამისად მას აქვს ის ძალები, ჯანმრთელობა აძლევს მას, რომ გაუმკლავდეს ადიქციას, დეტოქსიკაციის შემდეგ, თუ კი ჩართული იქნება რეაბილიტაციის პროგრამებში, აქვს ძალიან დიდი პოტენციალი და შანსი, რომ დაუბრუნდეს უნარკოტიკო ცხოვრებას. ანუ ეს გამოთქმა, სტიგმა, რაც არის ჩვენში დამკვიდრებული, რომ ყოფილი ნარკოვანი თუ არ არსებობს, ეგ ტყუილია. ეს არის რა თქმა უნდა, მაგრამ ნაკარნახები და განპირობებული, რა თქმა უნდა, განპირობებულია იმითიც, რომ აი ეს ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის კომპონენტი ჩვენთან იმდენად არაეფექტური იყო წლების განმავლობაში, რომ ეს ადამიანები უბრუნდებოდნენ ნარკოტიკებს და ამან მიძღო თავისი ისა, ხო, ის წყარო. ნახევრად სიმართლის. აბსოლუტურად გეთანხმებით, ეს არის მითი. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ძალიან კარგად წარმატებით გაუმკლავდნენ წამალდამოკიდებულებას და დღეს ძალიან ბევრისთვის მაგალითია და ჩართულია კიდეც რეაბილიტაციის პროგრამებში, რომ სხვას დაეხმაროს. სხვისთვის დახმარებით ის საკუთარ თავსაც ეხმარება და ამას აგრძელებს საკუთარი თავისთვის დახმარებას. ყველაზე უკეთიცია, ხო, პირდაპირ განცდილი აქვს. შეიძლება პროფესიონალზე უკეთაც კი შეეძლოთ იმ ადამიანების დახმარება იმ თავში. ამიტომ გაჩნდა ესეთი თვითდახმარების სერვისები, რომლებიც თავად ამ ადამიანებმა შექმნეს, ვინც გაიარა ეს გზა და დღესდღეობით წარმატებული მაგალითები არიან და უფრო მეტი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ის ძალიან ცოტაა, რაც არსებობს და რაც არაერთხელაც გინახავთ ალბათ სოციალურ ქსელში მიმოწერებში, რომ საკმაოდ ძვირიჯდება. თიახ, არ არის ეს იაფიანი, ესე ვთქვათ, მომსახურება, იმიტომ რომ ადამიანები არიან ჩართული ამ დახმარებაში და ადამიანების ჩართვა აძვირებს ამ სერვისს. ეს არ არის მხოლოდ მედიკამენტი მიეცი, არ უკავშირდება მედიკამენტს და არც კლინიკას, ხო? ეს არის საკმაოდ გრძელვადიანი, ნაბიჯ გათვლილი ინტერვენცია. რაც შეეხება ანუ ეს გავიგეთ ერთი რა მოთხოვნები უნდა გქონდეს დეტოქსიკაციის მიმართ. თუ ჩვენ აქ და აქ დღეს ხვდებით, რომ დღეიდან ამ დროში, სამკვირაში გვინდა ფხიზელი ცხოვრება დავიწყოთ და მზად ვართ ჩავერთოთ რეაბილიტაციაში, ეს ჩვენი მიზანი კიდევ გამართლებულია იმით, რომ მე შემიძლია ჩემს ორგანიზმს ამის ატანა, ექიმთან ერთად ვიღებ ამ გადაწყვეტილებას. ექიმი არაუბნება პაციენტს, რომ შენ იცი რა, შენთვის ეს არის კარგი და უნდა ექიმი პაციენტთან აი ამ ყველაფრის განხილვის ფონზე, რამდენად მზად არის პაციენტი იმისთვის, რამდენად შეუძლია მის ორგანიზმს ამის ატანა, სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებენ იღებენ ერთად გადაწყვეტილებას, რომ ატანაში რას გულისხმობ? ატანაში გულისხმობთ იმას, რომ ადამიანი, რომელიც დამოკიდებულია უკვე და დამოკიდებულება საკმაოდ დიდი ხანი გრძელდებოდა, მას დიდი ალბათობით აქვს კიდევ სხვა დაავადებები, რომელიც წამალდამოკიდებულების გამო აქვს
დღესდღეობით, ხო? ქრონიკული, ესე ვთქვათ, დაავადებები უკვე ადამიანის ჯანმრთელობას არ უქმნის იმ შესაძლებლობას, რომ მან შეძლოს აი ეს ფხიზელი ცხოვრება, ანუ მისთვის რეციდივი უფრო მაღალი ალბათობით არის მოსალოდნელი, ვიდრე იმ ადამიანისთვის, რომელსაც შეფასება ხდება რეალურად რამდენად შეძლებს ეს ადამიანი. ზოგი პირდაპირ ამბობს, რომ არა, მე ვერ გავუძლებ ამას, არ შემიძლია და არც არის შემი მიზანი, რომ ხვალიდან მე ფხიზელი ცხოვრება დავიწყო. კარგი და მაშინ რა გვაქვს ამ ადამიანებს? მოიხმარონ? კი ბატონო, მოიხმარონ, თავში ქვაუხლიათ, ხო? ასეთი პოლიტიკა აღმოჩნდა, რომ ძალიან ძვირი უჯდება ქვეყანას. არაერთი შეფასება გაკეთებულა ამის და ეს ბევრად უფრო ძვირი უჯდება ქვეყანას ასეთი ადამიანების ყოლა, ვიდრე მათთვის დიახ უფასოდ შეთავაზება იმ გრძელვადიანი, მხარდამჭერი მკურნალობის, რომელიც მკურნალობა და არა ჩანაცვლება, ამ სიტყვამ საკმაოდ დიდი რეპუტაციული ზიანი მოუტანა თავად ამ მკურნალობას, რომელიც ოპიოიდების აგონისტებით მკურნალობის სახით არის ცნობილი, მეტადონის და ბუპრენორფინის მკურნალობის, ვინაიდან არა მხოლოდ საქართველოში, ზოგადად გლობალურად იმ პოლიტიკის განსაზღვრულებისთვის და გადაწყვეტილების მიღებებისთვის, რომლებმაც არც კი იციან რას ნიშნავს ჩანაცვლება მედიცინაში, მათთვის ეს აღქმული იქნა ერთი ქუჩის ნარკოტიკის, რაღაც ექიმის მიერ გამოწერილი ნარკოტიკის ჩანაცვლება. ეს არ ქონს, აი ეხლა რომ ავუხსნათ თითოეულ ჩვენს მენესო რეალურად სინამდვილეში ეს რას ნიშნავს, რას იღებენ ეს ადამიანები იქ. ეს არის მკურნალობა. შევთანხმდეთ ამაზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ოპიოიდებზე დამოკიდებულების მეტადონის და ბუპრენორფინით მკურნალობას უწოდებს მკურნალობას. ამაზე უკეთესი ჯერჯერობით არ გვაქვს. მკურნალობის მეთოდები შეიძლება იყოს ძალიან კარგი, რომელიც პანაცეაა და ზოგჯერ გვაქვს ისეთი მდგომარეობა, როცა ცუცსა და უარეს შორის გვიჭდებს არჩევანი, ხო? ვთქვათ იგივე სიმსივნური დაავადებების შემთხვევაში. არა გვაქვს უკეთესი, მოდი მაშინ ეს მაინც ვცადოთ, ხო? ზუსტად ყველა მკურნალობას, როგორც აქვს ჩვენება, ისე აქვს ჩვენება ამ მეტადონით და ბუპრენორფინით მკურნალობას. ის არ არის ყველასთვის. მას აქვს თავისი ჩვენება. რა ჩვენებით უნდა დაიწყოს ბუპრენორფინით მკურნალობა ან მეთადონით. ამიტომ ეს ისევ და ისევ ექიმის განსასაზღვრია, ვისთან არის უფრო რეკომენდებული დაიწყოს ჩანაცვლებითი თერაპია. ანუ ეს მეტადონით თუ ბუპრენორფინით თერაპია. იდეაში ეს ჩანაცვლება სიტყვა მოდის იქიდან, რომ მედიცინაში ჩანაცვლება ხდება ისეთი მდგომარეობების ჩანაცვლების თერაპია, ისეთი მდგომარეობების, როდესაც ჩვენი ორგანიზმი ვერ წარმოშობს გარკვეულ ნივთიერებებს, მაგალითად ჰორმონებს და ამიტომ გარედან მისაღები ჰორმონები ინიშნება ტაბლეტირებული სახით, მაგალითად, ხო? თქვათ გვაქვს ჰიპოთირეოზი და ასეთ შემთხვევაში ინიშნება, კი ბატონო. ამიტომ ამ მკურნალობას ეწოდება ჩანაცვლებითი თერაპია. ზუსტად ამ საწყისებზე დგას ეს ბუპრენორფინი და მეთადონი. უბრალოდ ეს ორი მედიკამენტი აჩვენებს იმას, რასაც სხვა ნივთიერებები ვერ აჩვენებენ, მუდმივი, ესე ვთქვათ, სტაბილური გუნება-განწყობა, ხანგრძლივი მოქმედება 24 საათის განმავლობაში, სწორედ ამან განაპირობა, რომ ეს ორი ნივთიერება არჩეულიყო ამ ჩანაცვლებითი თერაპიისთვის. რას ვიღებთ? მას სხვა მიზანი აქვს. მისი მიზანია ფხიზელი ცხოვრება, რაც გულისხმობს სხვა ქუჩის ნარკოტიკის არ მოხმარებას. ეს არის მისი მიზანი, რომ მინიმუმამდე და ნულამდე დაიყვანოს გარეშე ნარკოტიკის მიღება. მაგრამ ეს ადამიანი იმის სანაცვლოდ, რომ არ მოიხმაროს, იღებს ექიმის მიერ დანიშნულ ჩანაცვლებით პრეპარატს. კი, სადარბაზოს მაგივრად კლინიკაში, ანუ არ იყენებს საზიარონებს სხვებთან, არ არის ქუჩაში, არ არის დაკავშირებული კრიმინალთან და ის ხარჯები, რაც თქვენ ახსენეთ, ზუსტად ამ თანხლებ ზიანებთან იყო დაკავშირებული, რასაც რა პრობლემებსაც ეს პროგრამები აგვარებენ, ხო? გამოიყენება დამატებით სერვისები. რა თქმა უნდა. ანუ ამ თერაპიის მიზანი არის ადამიანმა დაიწყოს ფხიზელი თვალებით ცხოვრება. ნელ-ნელა შეეგუოს მას და ფაქტიურად საფუძველს ქმნის, რომ მომავალში თუ ადამიანი მოინდომებს და ასევე შეძლებს, რომ ამ პროგრამასაც თავი დაანებოს, კი ბატონო, გავა, მაგრამ ეს იქნება, ეს უნდა იყოს დაგეგმილი და შემდგომი ნაბიჯებით გათვლილი წინასწარ. როგორც კი ესე გაუთვლელად გავა, ზუსტად ისევე შემოვა, როგორც გავიდა. ამიტომ ეს პროგრამა, მისი მიზანი არის სხვა, შეამციროს
ახალი ესე ვთქვათ ინფექციების, HIV ინფექციის ან სხვა სისხლით გადამდები ინფექციების მაჩვენებლები, ის C ჰეპატიტის მკურნალობის შედეგები, რაც გვაქვს დღესდღეობით. აი ეს რომ შევინარჩუნოთ, თუ კიდევ არ უნდა გავაუმჯობესოთ, ეს მაინც რომ შევინარჩუნოთ, კრიმინალის დონის მინიმუმამდე შემცირება ამ პოპულაციაში, ხო, რომ არ გაიზარდოს კრიმინალი და არაერთი კვლევა არსებობს. 60 წელზე მეტი ისტორია აქვს ამ მეთადონის გამოყენებას, მკურნალობის მიზნით და აი ეს ყველაზე მთავარი მაჩვენებლები სწორედ ეს არის, რაც ძალიან დიდი სარგებლის მომტანია ქვეყნისთვის, რომ ინფექციების შემცირებას ხელს უწყობს, აკონტროლებ, რაც მთავარია. თუ გაგექცა ინფექცია, მერე უკვე მისი მობრუნება ძალიან რთულია და იმ პირობებში, როდესაც ჩვენ მეზობლები გვყავს რუსეთი, უკრაინა, სადაც მიგრაცია ძალიან მაღალი გვაქვს, ხო? და განსაკუთრებით რუსეთში, სადაც ლიდერია ფაქტიურად მსოფლიო მასშტაბით, გლობალურად ახალი ინფექციების შემთხვევების დაახლოებით 4% მოდის მხოლოდ რუსეთზე. წარმოიდგინეთ, რამდენი ქვეყანა არსებობს გლობალურად და მათში 4% სწორედ რუსეთის წვლილია. ამდენად და კიდევ უფრო მზარდია აღმოჩენილი შემთხვევების მხოლოდ 30-დან 40%-მდე უზრუნველყოფილი მედიკამენტით. ეს მედიკამენტებიც არ მიეწოდება მათ მუდმივად ჩვენთან ეს მაჩვენებლები გაცილებით უკეთესია. მათ ვისაც დაუდგინდათ მკურნალობა, გვაქვს შესაძლებლობა და 80%-ზე მაღალია ჩართულობა მკურნალობაში. ეს არის ის, რაც დამყოლობას აძლიერებს. ამიტომ ადამიანი, რომელიც მეტადონის პროგრამაში ყავს, მკურნალობის დამყოლობის მაჩვენებლით ბევრად უკეთესი მაჩვენებლები აქვს. ერთვება იმ HIV-ის მკურნალობაში, თუ საჭიროა C ჰეპატიტის მკურნალობაში, ტუბერკულოზის მკურნალობაში და უფრო მეტად იმყოფება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და ამდენად ეს ზედამხედველობა ხო უზრუნველყოფს მის უკეთეს ჯანმრთელობას, მის უკეთეს რეაბილიტირებას და ის ადამიანი, რაც თავარია თვითონ მერე იწყებს ფხიზელი თვალებით ცხოვრებას, რეაბილიტირდება თანდათან და ოჯახსაც ქმნის, ანუ დანგრეულ ოჯახს ისევ ხელახლა აღადგენს, სამსახურს იწყებს და ასე შემდეგ, მაგრამ ყველა ხო ერთნაირად არ ვართ, ერთნაირები არ ვართ ეს ადამიანები, ხო? ამიტომ ზოგი ამას ძალიან კარგად იყენებს და ახერხებს, ну ზოგისთვის ეს რთულია და ზოგი ისევ აგრძელებს ამასთან ერთად სხვა ნივთიერებების მოხმარებას. კი ბატონო, სამწუხაროდ ეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ გლობალური პრობლემაა, როდესაც სხვა ნივთიერებების დამატება ხდება. რამდენიმე ნაწილს დავაზუსტებ. ერთი ისე თქვენ სისხლგადადებად ინფექციებზე საუბრობთ, ხო? HIV ინფექციაზე, C ჰეპატიტი, B ჰეპატიტი, რომელიც საქართველოში ასევე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა და ამ ტიპის პროგრამებმა, რა ესე თქვენ საუბრობთ, მათ შორის ის პროგრამა, C ჰეპატიტის პროგრამა, ამ ყველაფერმა ეს კომბინაციაში მოქმედა, ხო? ანუ იმ პროგრამაში ჩართული ადამიანები რეფერალით ხშირად ხდებოდნენ ხოლმე აქეთ პროგრამაში, ამ პროგრამაში ჩართული იქით და ამ ძალიან კარგი შედეგები მოიტანა საბოლოო ჯამში და აი ჩვენ სწორედ ჩვენ წინა ეპიზოდი იყო ამ თემაზე და ვიდეოს აღწერაში, ვისაც არ მოგისმენიათ, შეგიძლიათ რომ მოусმინოთ ამ თემებზე იქ დეტალურად ვისაუბრებთ. მაგრამ აქ კიდევ ნახო, იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანია ეს ქრონიკული ინფექციები, ხო, მაგათ HIV ინფექცია და C ჰეპატიტისა, B ჰეპატიტის შეიძლება გაქრონიკულდეს და რაც მნიშვნელოვანი რისკია, რომელიც მათ ჯანმრთელობას შემდგომში ემუქრება. და ეს ერთხელ ჩემმა ლექტორმა თქვა, რომ ეს ჩვენი პაციენტებიო ძალიან მოვლილები და მოწესრიგებულები არიან, იმიტომ რომ ეს სერვისები მიეწოდებათ მათ მუდმივად. აი ამ პროგრამებში ჩართულობასთან დაკავშირებით თქვენ ამაზე გქონდათ ერთ-ერთი კვლევა, ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჯგუფი, რომელიც ნაკლებად იღებს, უფრო მეტი ბარიერი აქვს, რომ ეს სერვისები მიიღონ, არის ქალი. ქალი, რომელსაც შეიძლება ამ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე ქონდეს დამოკიდებულება. არის თუ არა ესე? ხო სწორად გავიგე რეალურად შედეგები რაც იქნება. რასაც თქვენ ახსენებთ, ეს არის კვლევა, რომელიც ჩატარდა 2010-დან 15 წლამდე. ნუ მას მერე 10 წელი კი გავიდა, მაგრამ არ მოხსნილა დღის წესრიგიდან ქალების სტიგმატიზაცია და ქალის კულტიც ჩვენში ქალებში ვხედავთ დედას, სანიმუშო დას, შვილს, რომელიც ყველაზე და ყველაფერზე ზრუნავს, ხო? და უცებ აქ გაჩნდა ისა მომხმარებელი
ქალი, რომელიც საზოგადოების შეფასებით არ იმსახურებს დედობას და იყოს და ღირსეული შვილი. მინდა გითხრათ, რომ არაფრით არ განსხვავდებიან ეს ქალები სხვა ქალებისაგან. ის მნიშვნელოვანი რაც ამ კვლევის შედეგად დავინახეთ არის ის, რომ ქალი, იმიტომ კი არ არის ესე ვთქვათ, ნარკოტიკის გამო კი არ არის ცუდი. პიროვნულად ხარ ან ცუდი, ან კარგი, ხო? მას ნარკოტიკი არ ჭირდება. ნარკოტიკი უბრალოდ დამატებით პრობლემას ქმნის ამ ქალებისთვის ცხოვრებაში. ამდენად მათ გაცილებით უფრო რთული ცხოვრების გავლა უწევთ, ვიდრე მამაკაცებს, ვინაიდან საზოგადოება უფრო მეტად და ოჯახები, თუმცა ალბათ დღეს უფრო შემცირებულია, მაგრამ რაც მაშინ მძაფრად იგრძნობოდა არის ის, რომ რატომღაც მამაკაც უფრო ეხმარება ოჯახი ვიდრე ქალს. მართალია ყველა მალავს ამ პრობლემას, მაგრამ როცა უკვე კაცმა ჭირიმალა ჭირმა თავი ვერ დამალაო, ისე ვეღარ მალავს უკვე ამ პრობლემას ოჯახი, მაშინ უფრო მეტად არის მიდრეკილი მამაკაცის კურნალობისთვის გაიღოს სახსრები და მას უმკურნალოს ვიდრე ქალს. და ამის გამო ქალები ზუსტად ისეთივე დედები არიან, როგორც არამომხმარებელები და ამიტომაც ბევრად უფრო მოწყვლადი და манипуლირებადი არიან, იმიტომ რომ ოღონდაც შვილს რამე არ შეეხოს, ისინი ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ, ზუსტად იგივე დედები, ვინც არ მოიხმარენ ნარკოტიკებს. ამიტომ ამის ესე ვთქვათ ხაზგასმა, რომ ქალი მომხმარებელი, ესე ვთქვათ რაღაცა ყველაზე ნაძირალა ჩვენი საზოგადოების ეს არის აპრიორი აი იმ თავითვე არასწორი შეფასება ეს არის ქალი ძალიან ბევრ სხვა ქცევებით ცელდება სხვა პრობლემებთან ერთად კიდევ დამატებით აი ამ მოხმარების პრობლემი და ამიტომ ბუნებრივია მათ ისეთ საზოგადოებაში სადაც მის მიმართ უკვე კრიტიკულად არის განწყობილი მთელი საზოგადოება და ექიმებიც ამ საზოგადოების ნაწილია ისინი მათ ამი დამოკიდებულებაში იჩენენ ხოლმე, ესე ვთქვათ, დიდაქტიკურ ჭკუის მსწავლელ, აბა ეხა შენ ქალი ხარ, აბა ეხა შენ დედა ხარ და ხშირ შემთხვევაში არასწორი გადაწყვეტილების, აი ეხლა როგორ აუცილებლად აბორტი უნდა გაიკეთო, ვინც ის რა მოიხმარე და ამის ძალიან ბევრი მსხვერპლი ყოფილა ქალი, მაგრამ ეს არ ჩანს. ამაზე არ საუბრობს თვითონ, იმიტომ რომ ყველაფერს გააკეთებს, ოღონდაც ეს პრობლემა არ გამოჩნდეს, რომ ვინმე არ წამოაძახოს ეს პრობლემა. ეგ არის. და ამდენად ქალებისთვის, რა თქმა უნდა, არ არის ისე ხელმისაწვდომი მკურნალობა, რაშიც იგულისხმება ის, რომ მას არ ელოდებიან სერვისში. როდესაც არ ელოდები ქალს ამ კონკრეტული სერვისის ესე ვთქვათ მოწყობისას, ხო? არ უნდა ელოდო, რომ იქ ქალი მოვა. იმისთვის რომ შენ იქ გაჩნდეს ქალი და რომელიც არის და გვჭირდება ჩვენ ასეთი სერვისები, მაგრამ შენამდე რომ მოვიდეს, მაშინ ყველანაირად უნდა იზრუნო, რომ ყველა ის ბარიერი და ფაქტორი მოხსნა, რომელიც მას აი ამ გზამდე სანამ შენამდე მოვა, უქმნის პრობლემებს. თან ხშირად ეს პრობლემები თვითონ იმ ოჯახშივე ოჯახიდან არის გამოწვეული, რის გამოც შეიძლება დამოკიდებული არ მხოლოდ მაგალითად იყო ესეთი არაერთი კვლევა ჩატარებული, რომელიც აჩვენებდა, რომ იგივე აი ამ მეთადონის მკურნალობის რიგში დგომა ქალებს არ მოსწონთ და აიძულებთ, რომ დატოვონ ეს პროგრამები, იმიტომ რომ სტიგმატიზებულად გრძნობენ თავს და მამაკაცი მომხმარებლების მხრიდანაც. ამიტომ ზოგიერთმა სერვისმა ცალკე კარი გახსნა. და ქალი როგორც კი მოვიდა, ხო, მან ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრეპარატი მიიღო. მას მიეცა მის მიიღების შესაძლებლობა, აი ამ ერთი მარტივი ცალკე კარის ორგანიზებით. როცა ამ კარს ხურავ, იქ უკვე ქალი აღარ მოვა. და იქ რო ქალი აღარ მოვა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვხედავთ პრობლემას, მაგრამ ის არის და უფრო ღრმავდება. კი. ხო, მე უბრალოდ აი ადიქცია დაწყებაზე ვგულისხმობდი და ადიქციაზე, ანუ საზოგადოება, რომელიც განიკითხავს და განჯის ასეთ ქალებს, ზუსტად შეიძლება ის საზოგადოება იყოს იმის მიზეზი, რატომაც გახდა ეს ქალი თავის დროზე დამოკიდებული და ის გარემო, რაშიც ეს ქალი არის. თან ესეთი განსჯით
განჯით თუ გამკიცხველი დამოკიდებულება ადამიანს უჩენს რაღაცა დამალვის ფსიქოლოგიას, მატყუარას ხდის, ხო, იტყუება, აი მალვის ფსიქოლოგია უყალიბდება ესეთ ადამიანს, რაც კიდევ დამატებით პრობლემებს აჩენს, ღრმავდება ეს პრობლემა და ისე დროს იხეთქებს, რომ შეიძლება უკვე გვიანიც იყოს ძალიან ბევრი რაღაც. მატყუარა იმიტომ კი არ ხდება, რომ ნარკოტიკს მოიხმაროს. მატყუარა ხდება ის ადამიანი, რომელიც არასწორ ქცევას ჩადის და მალავს მას, ხო? ამიტომ მათ რო დამალონ ეს სტერეოტიპი, კი ბატონო. ნენელა ჩვენ ახლა დასრულებისკენ უნდა წავიდეთ, საკმაოდ გავიგრძელდა ეს ეპიზოდი. უბრალოდ კიდე ერთი დამაზუსტებელი ნაწილი მექნება მიგრანტების სოციალურ ჯგუფზე საუბრობდით, ხო და ნუ ახლა ეს მარტო ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს არ შეეხება. რუსეთში ბევრი სხვა უბედურებაც ხდება და ხშირად ჩვენთან ეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებს ქმნის. ამიტომ ახლა მაგალითად იგივე შიცის პროგრამაში და ამ შემდეგ შეუძლიათ ამ მიგრანტებს რო იქ ჩაერთონ, ხო, ესენი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამები ზოგადად ყველასაც ხელმისაწვდომია იმის შენ ადგილზე ეპიდემიოლოგიური სურათი არ შეგიცვალოს და ამ შემთხვევაში როგორ არის? მით უმეტეს ახლა ძალიან აქტუალურია, ხო? არ ვიცი, მე მგონი მილიონ რაღაცა რუსი მიგრანტი ცხოვრობს ჩვენ ქვეყანაში და მათ შეუძლიათ რა პროგრამები. არ ვიცი, რა ვიცი, 4 მილიონი ნახევარი ვართო სტატისტიკის სამსახურმა და მე ვერ ვიჯერებ. სპეციალურად გადააჭარბე რომ ბევრი გამოგეხება. ჩვენს კვლევაზე მე არ გადამიჭარბებია. ჩვენს კვლევაზე ნუ ხომ მიდი მოდიან ყოველ შემთხვევაში ამ საზოგადოებაში ხო არის. ხო, ეგრე კი რა თქმა უნდა. კი, ჩვენს კვლევაზე აკეთებთ რეფერირებას, როგორც ხდები, კვლევა რომელიც როგორც კი დაიწყო უკრაინაში ომი, რამდენიმე თვეში დავიწყეთ ჩვენ აქ ეს კვლევა, ვინაიდან ძალიან მაღალი იყო რუსეთიდან მიგრანტების რაოდენობა და კილომეტრიანი, ესე ვთქვათ, რიგები გვახსოვს ჩვენ ლარსის, ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე. და სწორედ ეს იყო ტრიგერი ჩვენთვის, რომ აი ეს მიგრაცია რამდენად მზად არის ჩვენი ქვეყანა ამ მიგრაციაზე საპასუხოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის თვალსაზრისით. არ იცოდნენ, მთავარი ბარიერი იყო ენა. იმიტომ რომ მათ რა თქმა უნდა ქართული არ იციან და ხშირ შემთხვევაში ინგლისურად კომუნიკაციაც უჭირთ, მაგრამ ჩვენ და გასაოცრად რაღაცა ბევრი ცდილობდა რომ ქართული რაღაც ესწავლა. რაც სრულიად ესე ვთქვათ სიახლე იყო ამ პოპულაციისგან და აჩვენა კვლევამ რომ ისინი ძალიან მწირს ზოგიერთი მათგანი ძალიან მწირი ინფორმაციას ფლობს რა შესაძლებლობები არის თქვათ იგივე ზიანის შემცირების პროგრამების სახით აივშიცის პრევენციის თუ იგივე პრეპის თვალსაზრისით და სხვათა შორის არიან ჩართულები ამ პროგრამებში პრეპის პროგრამებში არ ვიცი რამდენად ყავს მიგრანტები ვინც ჩართულია ჩანაცვლებით თერაპიებში აი რომ მომდეს ეგ თუ იცით ანუ არ ვიცი მე ფასიანია მათთვის გასაგებია ეს კომერციულად არსებობს რაღაც სხვა სერვისი, მაგრამ ის სახელმწიფო უკვე აღარ იარსებებს 15 აგვისტოს შემდეგ სახელმწიფო იღებს მთლიანად ყველა სერვისს თავის თავზე და მეთადონი იქნება თუ ბუპრენორფინი თვითონ მიაწვდის. ვიცი რომ ზიანის შემცირების შპრიცების და ნემსების და ასე ვთქვათ ტესტირების სერვისებში მათ მიმართვა შეუძლიათ, აბსოლუტურად უფასოა ზუსტად ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის. დარწმუნებული ვარ ალბათ თუ კი ვინმე მივა ამ ჩანაცვლებით თერაპიაში ნამდვილად მიიღებენ, იმიტომ რომ მათი ჩართვა უფრო სარგებლის მომტანია, ვიდრე არ ჩართვა. მაგრამ მათი უმეტესობა, ვინც ჩვენ კვლევაში იღებდა მონაწილეობას, იყვნენ ახალგაზრდები და ძირითადად რეკრეაციული და არაინექციური ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომხმარებლები და მათთვის არ დგას საჭიროება, რომ რაღაცა ბუპრენორფინის ან მეტადონის პროგრამაში იყვნენ ჩართულები. თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ ხვალდაზე არ ვიცი, დავტკეთა ასეთი რეალობის წინაშე. კიდე ერთ სერვისზე გავამახვილებ ყურადღებას ჩვენ საქართველოში ყავს ორგანიზაციები, რომლებიც აწვდიან სერვისს ადამიანებს, რაზეც თქვენ წეგან საუბრობდით, რომ მე რომ მგონია რომ რაღაცა კონკრეტული, რა ვიცი, MD ან რაღაცა ვიყიდე და ჩემი მზაობა მაქვს ან წარმოდგენა მაქვს ამ მედიკამენტის ზემოქმედების შესახებ, შეიძლება შიგნით იყოს სხვა, ხო, ფენტანილი მაგალითად და დამემართ რაღაცა უბედურება უარესი. არსებობს სერვისები, რომ შენ შეგიძლია შეამოწმო, ხო? მისი
რეალური შემადგენლობა. ესე დიდი ალბათობით საკმაოდ კარგი დამხმარე უნდა იყოს იმ რისკების შესამცირებლად. კარგი თემა წამოწეთ, მადლობა რომ არ დაივიწყეთ ეს თემა. ეს არის ძალიან მარტივი, სწრაფი, ეგრეთ წოდებული კოლორიმეტრული ტესტი, რომელიც თვისებრივად გვაძლევს შემადგენლობაზე პასუხს. ანუ ის რაღაცა, რაც მე ვიყიდე როგორც ანივთიერება, არის მასში ზუსტად ანივთიერება თუ არა. და მაძლევს საშუალებას გარკვეული ნივთიერებების კოლორიმეტრული ტესტის შესაბამისად აღმოჩენის, რომ არა აქ აკი არა, თურმე B არის, ან C. თუმცა ეს არის მჟავაზე დაფუძნებული რეაგენტები, რომლებიც სხვადასხვანაირი არსებობს და რეკომენდაციებია, რომ სულ მცირე 3 ტიპის რეაგენტი უნდა გამოიყენო იმისთვის, რომ დარწმუნებული იყო აქ რა ნივთიერებაა. იცით რატომ? ეს ნივთიერებები ხო კუსტარულ პირობებში მზადდება ეს ნარკოტიკები. თქვენ წარმოიდგინეთ ახლა იგივე ფენტანილი, რომელიც ერთი ის ეფექტური დოზა, რომელიც უტოლდება ჰეროინის ერთ ეფექტურ დოზას, რომ შეხედოთ ვიზუალურად. ჰეროინი გაცილებით მეტია მოცულობაში, მაშინ როდესაც ფენტანილი აი ქვიშის რამდენიმე მარცვლის ტოლფასია. და თქვენ ახლა წარმოიდგინეთ აი ეს გადაანაწილოთ თანაბრად რაღაცა რაოდენობაში, რომელიც მე ან კაფსულირებას განიცდის, ან დადაპლეტებას და რამდენი მარცვალი მისი მოხვდა სად, ეგ არის წარმოუდგენელი. ამიტომ იმ ერთ ტაბლეტირებულ ფორმაშიც კი, იმ მცირე ანათალით, რომლის ტესტირებასაც კოლორიმეტრული ტესტით აკეთებს ადამიანი, ხო? მანდაც არ არის დარწმუნებული რომ მის აი ამ ტაბლეტის სხვა კუთხეში არ არის ის ერთი მარცვალი მოხვედრილი, ხო? ამიტომ ვერ აკეთებს საერთაშორისო წონადი ორგანიზაციები რეკომენდაციას, რომ ეს არის ერთ-ერთი ესე ვთქვათ ის გზა, რომელთაც შეიძლება თავიდან ავიცილოთ მკურდალობა, უკაცრავად ზედოზირება და ზედოზირებით გამოწვეული სიკვდილი, მაგრამ ამბობს, რომ სულ არ შეფასებას ჯობია შეფასდეს. თუ შეაფასებ, მაშინ სულ მცირე 3 რეაგენტი მაინც გამოიყენე. იმიტომ რომ ჯერჯერობით არა გვაქვს ისეთი კვლევები, რომელიც გვეტყვიან, რომ თუ კი ადამიანს განზრახული აქვს რაღაც მოიხმაროს და იყიდა ანივთიერება და გატესტვის შემდეგ რომ გაიგებს ეს არის B ნივთიერება, რა გადაწყვეტილებას იღებს. ერთეული კვლევებია, რომელიც ამბობს, რომ მაინც იღება. დაახლოებით 50% შემთხვევაში ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას, რომ არ მიიღოს ეს ნივთიერება, რაც უკვე ძალიან კარგია. მაგრამ ჯერჯერობით ესე ვთქვათ მტკიცე ესე ვთქვათ არ გვაქვს მტკიცებულებები, ესეთი მკვეთრი მტკიცებულებები, რომელიც ამბობენ, რომ კი, აი ეს ნამდვილად აი ასე იქნება. ამიტომ რეკომენდაციებია, რომ სულ არ გატესტვას, ჯობია გატესტო, მაგრამ თუ გატესტავ 3 კოლორიმეტრული სხვადასხვა ტესტით მეკით. მაგრამ ამ ტესტებით ხო შეიძლება ის ნივთიერება, რასაც ვეძებთ, აღმოჩნდეს, მაგრამ საერთოდ ვერ დავიჭიროთ ის ნივთიერება, რაც შეიძლება შერეული იყოს მithumetes ამდენი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, როცა არსებობს და ამიტომაც არის ძალიან შემავსებელი ნივთიერებებიც კიდე რამდენი. დიახ, და ამიტომ არის ძალიან დიდი რისკის შემცველი და ეს ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეს ახალგაზრდამ თუ რასთან, იმიტომ რომ ის იღებს გადაწყვეტილებას მის ქცევაზე პასუხისგებლობას და ეს მიღებული გადაწყვეტილება რამდენად არის მის ინფორმირებულობაზე დაფუძნებული, აი ეს არის მნიშვნელოვანი, როცა არ იცის, აი აქ დგება სწორედ სავალალო შედეგები. როცა იცის, ხო, გადაწყვეტილებას იღებს, რომ გადარჩეს, რომ ადამიანი არ იღებს ნივთიერებას, თუ განზრახული არ აქვს რაღაცა სუიციდი, არ იღებს იმისთვის, რომ თავი მოიკლას, ხო? გართობის მიზნით იღებს. ამიტომ მის გადაწყვეტილებაზე, მის ინფორმირებულობის ხარისხზეა დამოკიდებული და სხვათა შორის ჩავატარეთ კვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა შეგვესწავლა, სად ეძებენ ახალგაზრდები ინფორმაციას და რა ინფორმაციას ეძებენ. აღმოჩნდა, რომ ეძებენ უცხოურ საიტებზე, სადაც არის იქ, არ მინდა ახლა დავასახელო, ისეთი გამოსახულებებია პირდაპირ ნაჩვენები, რომ აი ასეთი ფორმის, ასეთი ფერის, ამ სიმაღლის ტაბლეტი ან ესეთი დამღა ტაბლეტზე და სწავლობენ ამას MDMA-ის შემთხვევაში არის ლაბორატორია, რომელიც სხვადასხვა პარტიებს შეისწავლის და აი ამ ფორმების მიხედვით აღწერს, რომ აი ასეთი რამ შემოვიდა სატესტოდ და ამ ასეთ ნივთიერებაში, ესე ვთქვათ, ნარკოტიკში იყო ეს. მაგრამ
ეს არ არის სწორი ინფორმაცია, ხო? შავი ბაზარია. ერთი პარტია თუ ასეთი იყო, მეორე პარტია შეიძლება ზუსტად ისეთივე იყოს, მაგრამ სხვა შენაერთებით იყოს და ამდენად რო ვნახეთ, რომ ეძებენ ასეთ ინფორმაციას, მე ჩვენ შევთავაზეთ მისი ქართული თარგმანი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი არასწორად იგებდა რაღაცას და მხოლოდ ამას ეფუძნებოდა და მეტი გამაფრთხილებელი მესიჯი შევიტანეთ, რომ მათ გადაწყვეტილი თუ აქვთ მოხმარება, ნუ არ მოიხმარენ მაშინ ისეთ კომბინაციას მაინც რაც მათთვის სასიკვდილო შეიძლება აღმოჩნდეს და ხშირ შემთხვევაში ეს არის ალკოჰოლთან ერთად შერევა, რომელიც არის სასიკვდილო კომბინაცია ხოლმე, იმიტომ რომ ალკოჰოლის სინერგიაში შედის და უფრო პოტენციალს ზრდის ზედოზირების და დგება ხშირ შემთხვევაში არასასურველი შედეგი. საერთოდ არევა ერთ-ერთი ყველაზე დიდი არა არის და განსაკუთრებით, როდესაც ალკოჰოლი და თქვათ MDMA ეს კომბინაცია საერთოდ სასიკვდილო კომბინაცია შეიძლება აღმოჩნდეს. ჩვენ გაგვიგრძელდა საუბარი, კიდე ძალიან ბევრი კითხვა მაქვს, რაც უფრო მეტ საუბრობთ, კიდე უფრო მეტი კითხვა ვიშდება, თუმცა ქრონომეტრაჟი თლად არ გვაძლევს ამის საშუალებას, ამიტომ ჩემი მხრიდან ერთ ბოლო კითხვას დავსვა. რაც აი ყველაზე ესე მეტად მინდა რომ ჩვენმა მაყურებელმა თქვენი აზრი მოისმინოს ამის შესახებ. თუ მაგალითად შობელი შეატყობს ან გაიგებს რომ საკუთარ შვილს ან ვისაც მეურვეობს აქვს დამოკიდებულება ან მოიხმარს მარიხუანას ან არის თინეიჯერი პატარა არის მოიხმარს გაიგო ეს ყველაფერი. როგორც წესი ჩვენთან ისე ხდება ხოლმე რომ არის შერცხვენის დასჯის მიდგომა. რაც არ მუშაობს, რასაც ბავშვი გადაყავს ჭრილში, ჭირგვებში, ის ბავშვი მაინც აგრძელებს ამ ყველაფერს, უბრალოდ მალავს და შემდეგ შეიძლება ჩამოყალიბდეს დამოკიდებულება ის ფსიქოლოგია, რაზეც წელს საუბრობთ, დამალვის, ტყუილების თქმის, ასე შემდეგ და თითქოს მშობელი თვლის, რომ ეს პრობლემა მოიშორა, არადა ეს პრობლემა ისევ ლატენტურად იქ არის, შეიძლება უფრო მწვავიდაც, უბრალოდ სირაქლემის პოზაში იყენებს თავს მშობელი. ასევე დავამატებ, რომ ეს დისტანცია შვილების და მშობლების თაობის იქიდანაც გამომდინარეობს ჩემი აზრით რომ საბჭოთა კავშირის დროს ესე მწვავედ ეს საკითხი არ იდგა ხო ფაქტობრივად ალკოჰოლის და სიგარეტის თუ თამბაქოს გარდა ესე ფართოდ გავრცელებული არც ერთი ნივთიერების მოხმარება არ იყო ამიტომ როდესაც ნარკოტიკების მოხმარებაზე მიდგება საუბარი პირდაპირ დგება ხოლმე იმ ადამიანის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხი. თითქოს სუსტია, იმის ბრალია ყველაფერი, იმიტომ რომ ჩვენ დროს ხო არ იყო, ჩვენ დროს ხო არავინ არ იყენებდა, ვერ ცხოვრობდით, ჩვენ რატო არ ვაკეთებდით იგივეს. აი რა შეგვიძლია უთხრათ მშობლებს, რომლებსაც ოჯახის წევრი ან ახლობელი, მეგობარი ან ნათესავი მეგობრებიც, თუნდაც შეიძლება ყავდეთ მომხმარებლები, მარიხუანადან დაწყებული, ალკოჰოლიდან დაწყებული, მძიმე ნარკოტიკები. საკმაოდ რთული კითხვაა. პასუხი რო გასცე პირველი რაც უნდა გაკეთდეს არის ის რომ ორივე მხარემ მშობელი შვილი უნდა დაჯდეს და ერთად შეისწავლონ ის პრობლემა რა პრობლემის წინაშეც დგანან უნდა მოხდეს პრობლემის აღიარება პრობლემის შესწავლა და შემდეგ იმ გზების ძიება რა გზები არის მათთვის მისაღები როდესაც ეს ორი მხარე ერთმანეთს არ ელაპარაკება სწორედ აქ ღრმავდება პრობლემა ამიტომ განსაკუთრებით თუ ეს თინეიჯერი არასრულწლოვანი შვილები არიან, ხო? მათთვის ინფორმაციის მიწოდება. ის კი არა ტაბუ დავადო და არ შეიძლება არ მოიხმარო. იმ ხელა შესაძლებლობაა დღეს ინფორმაციის მოპოვების, რომ დარწმუნებული ვარ, ყველა შვილი უფრო მეტ ინფორმაციას ფლობს ვიდრე მშობელი. ის გაცილებით მეც კითხულობს, ვიდრე მშობელმა იცის რამე ამ თემაზე, ხო? ამიტომ გულღია, გულახდილი საუბარი, რა პრობლემის წინაშე დგან არის ალბათ ერთ-ერთი ნომერ პირველი და შემდეგი უკვე შვილია, ხო? თუ შულს არ ვაჩვენეთ, თუ როგორი ძვირფასია ის ჩვენთვის, ხო? არა დამცირებით, არამედ იმ სიყვარულით, იმ ესე ვთქვათ, მშობლის და შვილის დამოკიდებულებით, თუ მხარდაჭერა არ ვაჩვენეთ, ხო? ის ჩვენ არასოდეს არ გვენდობა. ამიტომ ჩვენ კარგავთ ყველაზე ძვირფას ნდობას, რომელიც ჩვენ გვჭირდება. ამიტომ ის რაც ნდობას ჩვენ შორის ურთიერთობას გააღრმავებს, ყველანაირად უნდა ხელი შეუწყოთ, რომ ჩვენ ერთად დავძლოთ და ვუთხრათ, რომ ჩვენ მათ გვერდში ვართ და არ გავრიყავთ. ეგ არის უმნიშვნელოვანესი.
ჩვენგან მხარდაჭერის გარეშე ის რომ არ დარჩება. ამის შეგრძნება, ამის გასიგრძეგანება არის მნიშვნელოვანი. კი, ხშირად უბრალოდ ისე ხდება, რომ შოვლებმა არც იციან, თვითონაც არ აქვს ინფორმაცია და არ იციან როგორ მოექცნენ ასეთ დროს, თორე უმრავლესობა შოვლებს რა თქმა უნდა, კარგი უნდა შვილისთვის, თუმცა მხოლოდ იციან დაჯა, სიმკაცრე და ასე შემდეგ, რაც არ მუშაობს. არ მუშაობს, კი. კი ბატონო და ბოლო ნისმექება ძალიან მოკლედ მინდა ამაზე თქვენი პასუხი, რომ თქვენს ახალ კვლევაში საუბარი იყო დეკრიმინალიზაციის შემდგომ იმაზე, ხო, მარიხუანას მოხმარების ტენდენციებზე და აღმოჩნდა, რომ არ შეცვლილა მდგომარეობა. ეს არის აი წეგან რაზედაც საუბრობდი, ზოგად მოსახლეობაში ჩატარებული პირველი და მეორე ტალღის შეფასება გარკვეულ ასაკობრივ კატეგორიაში 18-დან 29 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში შევაფასეთ 2015 წელს რა იყო კანაფის მოხმარება და 2022-ში და შუაში 2019 შედეგი ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოზიტიური თუ არის ნეიტრალური. იცით რა არის? ცოტათი სულ 1%-იანი სხვაობა აჩვენა, რომ თითქოს გაიზარდა 2022-ში, მაგრამ ეს ასე არ არის. რატომ? იმიტომ რომ უფრო ტენდენციურად ადამიანები უფრო ღია იყვნენ და ესახელებინათ, რომ კი წინა თვეში კანაფი მოუხმარიათ. კი წინა წელიწადში 12 თვის განმავლობაში კანაფი მოუხმარიათ. ვიდრე, ანუ 2022-ში, ვიდრე 2015-ში. ამიტომ ეს მცირედი მატება შეიძლება სწორედ აი ამ თვით გამჟღავნებასთან იყოს დაკავშირებული და იმდენად მცირეა, რომ ფაქტიურად ეს არც აღიქმება მატებად და ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მონაცემებით ვერ ვიტყვით, რომ გაიზარდა კანაფის. ანუ ეს ძალიან კაი მაჩვენებელია, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ჩვენი საუბრის თემა დღეს არ იყო ნარკოპოლიტიკა, თუმცა ამ თემაზე მე და სანდრო ვფიქრობთ, რომ მთელი პოლიტიკის შეფასებებს მიუძღვნათ ერთი ეპიზოდი. ჩემი პოზიციაც ეგეთია, რაც ლიბერალურია ზოგადად პოლიტიკა ნარკოტიკების მიმართ, უფრო მეტად რეგულირებადი შეიძლება იყოს და ნაკლები ზიანი მივიღოთ და მე ასე ვკითხულობ მათ შორის ამ მონაცემებსაც, იმიტომ რომ ჩვენ საზოგადოებაში ძალიან არის ეს ერთ-ერთ მითად ახალი მითად ჩამოყალიბდა ისო დეკრიმინალიზაციის შემდეგ ყველა ეწევა გარშემო. უბრალოდ უფრო ხილული გახდა, აღარ მალავს წეგან რაც სანდრო მოხდა. და რეალურად მეცნიერებას სხვა პასუხი აქვს. ეს არის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემა და არა დანაშაული. ამიტომ როცა ამ პრიზმიდან ვუყურებ, მე გაცილებით უფრო იცვლება. მოხმარება არჩევანია, დამოკიდებულება დაავადება. ხო ბატონო, და მიდგომები სხვადასხვა გვჭირდება. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა, რომ თითქმის აგერ 2 საათი ჩვენთან ერთად იყავით. მე მგონია, რომ ძალიან ბევრ საინტერესო საკითხებს საუბრეთ, მაგრამ დაგვრჩა ძალიან ბევრი თემა და ალბათ ჯობია სანდრო ჩვენ ვიფიქროთ მეორე ნაწილზეც, სადაც იმ დარჩენილ საკითხებსაც განვიხილავთ და მათ შორის იმ უკავშირისგან, რომელსაც მივიღებთ ამ ეპიზოდის გასვლის შემდეგ, ჩვენ შეგვიძლია რომ კიდევ ერთ სერია გავაკეთოთ. ძალიან დიდ მადლობას გიხდით. მადლობა თქვენ მოწვევისთვის და ამ თემაზე საუბრისთვის. მე ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებ და ჩვენ მაყურებლებს და მსმენელებს მივმართავ, რომ თუ მოგეწონათ ჩვენი ვიდეო, დააჭირეთ ამ ღილაკს ხელი, გამოგვიწერეთ, ზარის ღილაკიც გააქტიურეთ, რომ მიიღოთ ჩვენგან შეტყობინებები, ახალი ვიდეოების თუ შორტების და ასე შემდეგ დადების თაობაზე, დაგვიტოვეთ კომენტარები, თუ რამე თემა ვერ ამოუწურეთ, მზად ვართ რომ კომენტარებში გავცეთ ამ კითხვებს პასუხი, გამოყვებით ასევე Spotify-ის channel-ზეც, იქ აზრდებთ ჩვენ სრულად ეპიზოდებს სხვა სოციალურ მედია პლატფორმებზე და გვისმინეთ და გვიყურეთ. დიდი მადლობა მომავალ შეხვედრამდე.